სამშვიდობის ეთერშია ბურთი და მოედანი დღეს პარასკევია და ამ სტუდიაში ვიკრიბებით იმისათვის რომ ვისაუბროთ ფეხბურთზე ტრადიციული წამყვანები ბიძინა ბარათაშვილი, ლევან საოლქოძე და ლაშა სილაგავა თქვენთან ერთად დაგვყავს არაჩვეულებრივი სტუმრები გაიოს დარცაძეს ბევრი იცნობს და ბევრი იცნობს როგორც ჩვენ სტუმარსაც ისეც იმიტომ რომ ხშირად არის ჩვენთან და საინტერესოდ გვესაუბრება დიდი მადლობა გაიოს რომ კიდევ ერთხელ გამონახე დრო და ჩვენთან ერთად ხარ და კოტეს დებიუტია ხო ჩვენთან და კოტე ისე დიდი ხანს არ მყავდა ჩვენ ნანახი და მაყურებელი თუ არა მკითხელი აუცილებლად იცნობს იმიტომ რომ ძალიან ბევრი კარგი სტატია ქონია სხვადასხვა ბეჭდურ გამოცემებში და ყოველთვის ველოდებოდით ხო მის ანალიტიკურ სტატიას ვისაუბრეთ და ველოდებით მის წიგნს კიდევ ძალიან კარგი და ჩვენს გადაცემაშიც გიხარია რომ ჩაერთო და აქაც მოვისმენთ მისგან საინტერესო მოსაზრებებს თავარი მოვლენა იყო ჩემპიონთა ლიგის მატჩები დაპირისპირებები და ყველაზე უფრო მეტად თელ საქართველოს გაინტერესებდა ლივერპულისა და პარი სენ-ჟერმენის მატჩი და სხვათა შორის აქვე ამ სტუდიაში ითქვა საკმაოდ ოპტიმისტური პროგნოზი შევთანხმდით იმაში რომ ისეთი დიდი მნიშვნელობა და მე გაიოს მე სწორედ პირველი კითხვა ესმე და დაუსვა აღარ აქვს თანამედროვე ფეხბურთში თითქოს სტუმარ მასპინძლობას და სახში წაგების მერე პარი სენ-ჟერმენს ჩვენი აზრით კარგი თამაშიდან გამომდინარე ქონდა 50-50-ზე რომ გასულიყო შემდეგ ეტაპზე და თან ალბათ ეს ცოტა ჩვენი სულ გადაჭარბებული სურვილიც იყო ამ პროგნოზის ასე პროცენტულ შეფარდებაში და საბოლოო ჯამში მოხდა ის რაც მოხდა. გაიოს გითხარი აი კი ამ მატჩს ვისაუბროთ კი კვარაცხელიას კარგ თამაშს მაგრამ მიგაჩნია თუ არა რომ აი წვრთნელის პოზიციიდან საფეხბურთო ანალიტიკოსის რომ დაკარგა იმ ხელა უპირატესობა მასპინძლის ფაქტორმა. ნუ პირველ რიგში მივესალმები გულშემატკივარს, მოგესალმებით თქვენ. დიდი მადლობა მეგობრის წოდებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი ფასი აქვს ჩემთვის ამას. რაც შეეხება ამ თამაშს ცოტა დიდ ჭრილში შევხედო და უფრო საინტერესო იქნება ალბათ ტელემაყურებლისთვისაც და თქვენთვისაც რომ ამას შევხედოთ ამ კითხვას რომ პასუხი გავცეთ. პირველ რიგში ვთქვათ ის რომ ერთ-ერთი წინა თქვენთან ვიზიტის დროს ჩვენ ვისაუბროთ იმაზე რომ წამყვანი გუნდები ცდილობენ რომ დომინირება მოახდინონ თამაშში. და ინიციატივა აიღონ ასე ვთქვათ თავიანთ ხელში ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან. ეხლა რო შევხედოთ PSG-ს ამბიციებს, PSG-ს ამბიციები და გამომდინარე იქიდან რომ მას ყავს ესეთი მწვრთნელი როგორიც არის ლუის ენრიკე, რომლის საფეხბურთო ფილოსოფიაც არის სწორედ ბურთის ფლობაზე და დომინირებაზე აქცენტირებული და შესაბამისად ხდება გუნდის ფორმირებაც. ამ თამაშში ჩვენ ველოდით იმას რომ PSG ამ ორ თამაშიან მატჩში რომ PSG შეეცდებოდა დომინირებას. და რა თქმა უნდა ეს ჩანდა მის წინა თამაშებში როგორც საფრანგეთის ჩემპიონატში, ესევე ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე. მაგრამ დადგა ახლა ეს პერიოდი, როდესაც ისინი ეთამაშებიან ლივერპულს, რომელიც სრულებით არ არის არც საფრანგეთის რიგითი გუნდი, პირველ ადგილზე პრემიერ ლიგაში და მასაც უყვარს დომინირება. და მასაც უყვარს დომინირება, ვინაიდან ლოგიკა ამაშია, რომ ესე იგი ორივე გუნდი არიან ლიდერები, ლიდერებს უნდათ რომ დომინირებდნენ თამაში, არ უნდათ რომ ინიციატივა მიცენ სხვას და აქედან გამომდინარე ორ მატჩიანი დაპირისპირება, სადაც აბსოლუტური ეს საფეხბურთო ფილოსოფია გაამართლა კიდეც PSG-მ, ისინი დომინირებდნენ და ლოგიკურიც იქნებოდა რომ მოეგოთ პირველ თამაში, მაგრამ მოხდა ის რაც მშვენივრად გამოიყენა ლივერპულმა კონტრშეტევაზე დაიჭირეს და 1-0 მოიგეს ესე ვთქვათ ეს თამაში. ეხლა მეორე თამაშის წინ უკვე დგება ესეთი საკითხი, ესეთი დილემა დგება რა მწვრთნელის წინაშე რომ როგორ ითამაშებს უკვე გასვლაზე PSG. ან თქვათ როგორ ითამაშებს იგივე ლივერპული, რომელმაც წარმატებას მიაღწია წინა თამაშში ესეთი თამაშით. ანუ კონტრშეტევებზე აგებული მატჩით, მაგრამ ამიტომ არის სწორედ ფეხბურთი საინტერესო, ამიტომ არის მთელი ხიბლი ამ თანამედროვე ფეხბურთის თამაშის და შინაარსში, რომ
ლივერპული ის ლივერპული არ იქნებოდა, რომელიც თulis ყველა ძლიერ და სუსტ ხარეებს მეტოქის და წინასწარ განჭვრეტადი იყო, ესე ვთქვათ, რომ ძლიერი მხარე PSG-ს არის ბურთის ფლობა. იმისთვის რომ ბურთის ფლობა არ მოახერხოს და თავის ძლიერი მხარე არ გამოიყენოს, ლოგიკურია მსჯელობა მსმენელის მხრიდან, რომ მას ეს ძლიერი მხარე უნდა წაართვა. ხო, შენ უნდა დაიკავო. შენ უნდა დაიკავო. შენ რო დაიჭირო, ესე იგი შენ უნდა მიაღწიო ამ პირატესობას და იყო ალბათ ბევრი რამ დასაფიქრებელი, მათ შორის ალბათ გულშემატკივრებიც, ექსპერტებიც ფიქრობდნენ თუ რა მოხდებოდა ამ შემთხვევაში, როგორ შეძლებდა ლივერპული დაპირისპირებოდა ამგრებად PSG როგორ თამაშს აირჩევდა. და აი აქ მოხდა ყველაზე საინტერესო, ესე ვთქვათ, და იმ კითხვაზე, რომ აი რამდენად დიდ როლს თამაშობს მასპინძელი, რა თქმა უნდა, პირველი და უპირველესი საკითხი აი ამ თამაშებში არის თავი. ეს თავი არის ადამიანის ტვინი, რომელიც ყველაზე ნაკლებად არის შესწავლილი, მაგრამ იმხელა მაყურებლების, იმხელა ატმოსფეროს, რასაც Enfield Road-ზე განიცდის ადამიანი, სხვანაირად როგორ შეიძლება რომ მომხდარიყო და მართლაც ამ ლივერპულმა ის თამაში, ის სტრატეგია აერჩია, როგორიც ერთადერთი იყო ალბათ სწორი გადაწყვეტილება ლივერპულის მხრიდან და ის აქტიური თამაში ბურთი არ მიცა ძალიან მაღალი ინტენსიური და მაღალი პრესინგი ეთამაშა, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ისინი თუ ბურთს ამოიტანდნენ იოლად მაშინ გაათამაშებდნენ და თავიანთ ინიციატივას მიიღებდნენ და ეს სწორედ განსაზღვრული სტრატეგიაც იყო ალბათ ჩემი აზრით და ლივერპულმა აჩვენა გადასარევი თამაში. ანუ ტაქტიკურად თვლი რომ ლივერპულმა აჯობა პარის სენ-ჟერმენს მიუხედავად წაგებისა. მე ვიტყოდი დავყოფდი ამას ორ ტაიმს და მე ვიტყოდი კიდევ დამატებით დროში რა მოხდა რა. ეხლა ამ პირველ ორ ტაიმში სწორედ განსაზღვრული სტრატეგია იყო ჩემის აზრით. მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც შენ ესეთ გუნდს ეთამაშები ზემოთ, უკვე სივრცე ჩნდება საკუთარ კარებთან რა. და მაშინ, როდესაც მეტოქეს ყავს ისეთი ფეხბურთელები, როგორც არის დემბელე, ბარკოლა, კვარაცხელია, ვიტინია, მენდეში, ფაბიან რუისი, უკვე სერიოზული საფრთხის წინაშე ჩნდები კონტრშეტევის მიღების აი მაგის კითხვა მინდოდა თუ შეიძლება. აი რა მაინტერესებს, აი ლივერპულის მხრიდან რო შევხედოთ ახლა პარის სენ-ჟერმენის ბურთის ფლობა უფრო სახიფათო იყო თუ კონჩეტევები, ანუ რაზე ეკიდათ იცი? ანუ პირველი თამაში რომ მოიგეს 1-0, გასაგებია Enfield-ზე მეც სითხოვენ შენგან ლივერპული რო ხარ, მაგრამ პირიქით ცოტა ფრთხილი ტაქტიკით რო დაეწყო და პირიქით ლივერპული ქონოდა ბურთი პარიზელებს, მაგრამ ამათ პირიქით ეთამაშათ კონჩეტევაზე. უფრო შეიძლება უფრო სახიფათო იყო პარის სენ-ჟერმენის კონჩეტევა და შედეგი წესია. ხო, ანუ ქონოდათ ის ბურთი ახლა 1-0 მე მიმყავს, ხო, ამ შემთხვევაში ლივერპულის მხრიდან რო აბა გაიგო. ეხლა მსჯელობა უფრო მარტივია. და ჩვენ ეხლა ვიძახით რომ ეს რომ ესე მომხდარიყო და ის რომ ესე მომხდარიყო, მაგრამ მე იმიტომ შეგნებულად თქვი, დაუბრუნდეთ წინა ეტაპს მეთქი და როგორ ფიქრობს მწვრთნელი, როგორ ფიქრობს, როგორ ემზადება თამაშის და რა სტრატეგია, რა გზა უნდა ამოირჩიოს. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ვინც გაიმარჯვებს, ის არის გამარჯვებული და გამარჯვებული სტრატეგია და ტაქტიკა არის გამართლებული. მაგრამ ამ შემთხვევაში რით არ გაამართლა რა? სწორედ ითამაშეს ჩემის აზრით ძალიან საყურებლათაც, სანახაობრივათაც კარგი თამაში იყო და ხარისხობრივათაც მაღალი დონის თამაში იყო და რას უწუნებთ, რატომ უნდა შეეწვალა? ჩემი აზრი სხვა არის, ბატონო გაიცხებ, ბოდიში გაწყვეტინოთ, ანუ აზრი არის, აი კლასიკური იტალიური გუნდი როგორი ითამაშებდა, დავუშვათ არა ლივერპული. არის იტალიური კლასიკური გუნდი, ინტერი ავიღოთ, იუვენტუსი ავიღოთ, ძველი კარგი იუვენტუსი და ავიღოთ კიდე აი მილანი დავუშვათ. 1-0 აქვს მოგებული გასვლაზე, სახში ეთამაშები პარის სენ-ჟერმენს, რომელიც ძალიან სახიფათოა კონჩეტევაზე. ნუ ბურთის ფლობას მე ხა გასაგებია, მაგრამ დიდათ ხა კონჩეტევა უფრო სახიფათო მგონია პარიზელების, ვიდრე ხა ბურთი აკატაო ნაკეთიკით.
თუ იგებენ კი ბატონო, მაგრამ მე როცა ვიგებ, კონდეთ ის ბურთი დრო ჩემზე მოქმედებს, ხო ამ შემთხვევაში. და ფაქტია რომ ძალიან ის რომ ლივერპული არა იცის არ იცის გავიგებ ძალიან წინაწეულები გინდა თუ არა უნდა 10-0 მოუგოთ და დაახვედრეს აქეთ გოლი და ეს ისე ვიძახი რა რაც ჩვენ ამ თამაში ვნახეთ ძლიერი მხარე ლივერპულმა წაართვა PSG ჩემი აზრით მე რასაც ბურთი არა კი გარედან უყურებ ეს იყო მომენტებიც ქონდა ხა ლივერპულს ვერ გაიტანა ხო უამრავი მომენტი ქონდა და ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვთქვათ რომ ეს არასწორი იყო და რამე არ გაამართლა ვერ ვიტყვით ამას ან თუ PSG-ს დავაკვირდებით PSG ყველგან დომინირებს PSG კი არა ლუის ენრიკეს ნებისმიერი გუნდი სადაც კი მუშაობდა ყველგან ესე იყო და მწვრთნელმა ესე განსაზღვრა შეიძლება იტალიური გუნდი რო ყოფილიყო შეიძლება მართლაც როგორც ხო პრაგმატულად ეგრე არ ვიცი რომელია პრაგმატული იმით არის საინტერესო რომ ორივე მოსაზრება განხილვადია მოდი კოტეს ჩავთავ ხა მე ისე დაუბრუნდებით გაის აი უყურე ორივე თამაში როგორი იყო იცი სულ რო ვამბობთ რომ ეხადმა ფეხბურთმა ზოგჯერ ესეთი სინანული რომ დაკარგა ეს ხიბლი იმიტომ რომ თითქოს უფრო ნელია, უფრო მეტი არ არის რისკიანი გადაწყვეტილებები და უფრო არ გაშვებაზე ორიენტირებული ფეხბურთი და ეს ორი თამაში ჩემი აზრით იმით იყო გამორჩეული, რომ დაგვაბრუნა იმ პერიოდში, როცა გუნდები ორივე მოგებაზე თამაშობდა და რაც თავარია ორივე ისეთი მატჩი იყო, რომ შედეგი შეიძლება აბსოლუტურად საპირისპირო. ის პირველი თამაში რომ მოეგო პარი სენ-ჟერმენს, მე მგონი უფრო ლოგიკური იყო და აქაც ლივერპულს რომ მოეგო, შეიძლება უფრო ლოგიკურიც ეს ყოფილიყო, იმიტომ რომ 90 წუთში უამრავი მომენტები და ფეხბურთის ხო ეს არის რომ თამაში უყურებ და ბოლო წუთამდე არ იცი ვინ მოიგებს და ვინ არ მოიგებს და ორივე ვარიანტი დასაშვებია. აი ამ კუთხით რომ შევხედოთ შენი აზრით იყო გამოკვეთილად პარი სენ-ჟერმენი გასასვლელი არ იყო თუ აი რა სტაბილიზება დაგიტოვა საერთოდ ამ დაპირისპირება არა ვერანაირად ვერ ვიტყვით რა აბსოლუტურად თანაბარი შანსი ჰქონდა ორივეს აი დასკვნის სახით მინდა ვთქვა რომ პირველ თამაში იღბალს ერქვა ალისონი მეორე თამაში იქ კვარაც იყო დონარუმაც იყო და პაჩოც კარგად თამაშობდა და მაგ იმასაც მინდა ხაზი გაუსვა რომ ორივე მწვრთნელი იყო აბსოლუტურად მართალი და სწორი ამ სტრატეგიის და ტაქტიკის დაგეგმვაში თამაში არც ერთ მწვრთნელს არ წაუგია უბრალოდ პირველ თამაში მეკარის ამ 9 სეივმა რაზეც ბევრს ვლაპარაკობდა რაღაცა ბევრი რამე გადაწყვეტა მეორე თამაში უკვე ლივერპული დომინირებდა ჩემი აზრით მიუხედავად იმისა რომ პარი სენ-ჟერმენი ეცადა უბრალოდ ჩემი აზრით სისწრაფეები ლივერპულის იყო უფრო მაღალი და ამან განაპირობა თამაში უპირატესობა თუმცა ალისონმა ახაც გადაარჩინა რა თქმა უნდა უბრალოდ მე ვფიქრობ რომ მეტი შანსი მაინც მეორე თამაში ლივერპულს ჰქონდა და კიდევ ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი როცა მიდის ლაპარაკი მაღალ პრესინგზე რა ამ შემთხვევაში მაღალ პრესინგის დროს ახლა არის ტენდენცია რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურები არიან ცენტრალური მცველი და ეგენ თამაშობენ აი ტრენდია ესეთი რომ არ უნდა მოაბრუნოს თავდასხმელი კარისკენ ცდილობენ რომ ყველა მიიღოს ზურგით ბურთი აი ამას განაპირობენ მცველი და აი როგორც იმაში აი ეკვალაიზერებით რო ამოვარდება ხან ერთი ცენტრალური მცველი ამოვარდება ვთქვათ იკვან და ეკაკეთებდა ძალიან კარგად და აქეთ მარკინიოზე უკეთესად პაჩო მითამაშა მაგიმაზე არ მოაბრუნეს თავდასხმელები შესაბამისად ხვიჩა იწეოდა ცოტა აქეთ და ის ორი გამჭოლი პასი რაც მიცადა წესით უნდა გასულიყო აი ხვიჩა მაუღო ყველაზე ჩემი აზრით ალღო ყველაზე ადრე ამ სიტუაციას რაც შეეხება უპირატესობას მინდვრის და რაღაც აი რაც პირველ კითხვა რაც იყო. ჩემი აზრით, ეგენ იმ დონეზე თამაშობენ, უკვე რომ იქ ბალახის ხარისხი ყველგან თითქმის ერთნაირია და კარგია. გუნდების ხარისხზე ლაპარაკი არა, მწვრთნელების ხარისხზე ლაპარაკი არა და ზავრობა იოლია. რა თქმა უნდა და უკვე შორის მithumet ესე ტრიბუნებს რაც შეეხება, უკვე იმდენჯერ არიან შეშინებულები, სხვადასხვა აღარაფრის აღარ ეშინიათ. და ღამე ფანები არ დააძინებდნენ ადრე და ეხა ეგეც აღარ არის, ხო? ამისგან ყველაფერი გარსია შექმნილი, რომ მარტო ფეხბურთზე იფიქრონ და რაღაცა და მე ვთვლი, რომ რაც მოხდა შეიძლება და მოხდარიყო საპირისპიროდას, მაგრამ გაგვიმართლა იმაში, რომ ხვიჩა ადრეს მეოთხედფინალში და არა ვთქვათ სალახი. მეც ვიზიარებ ამ მასიცი. ძალიან ნუ პირველ რიგში მინდა დავეთანხმო გაიოს იმაში, რომ ხო ძალიან რა თქმა უნდა ბევრად იოლია ეხლა ლაპარაკი, უკვე როცა შედეგი იცი და ესე ყველაფერი დასრულებულია, ხო? ლივერპული
ამ შემთხვევაში ლაშას პასუხობ, ხო, ლივერპული ვერ ითამაშებს იმას, რასაც თამაშობს იტალიური გუნდი, ჩემი აზრით, იმიტომაც, რომ იმას არ ყავს ლივერპულის ის შემსრულებლები, რომლებიც ჭირდება კატენაჩოს კლასიკურ, ვთქვათ, ვერსიას, ხო? იმიტომ რომ ესენი სხვა რაღაცაზე არიან ორიენტირებული. ჯერჯერობით ყავს სამხრეთ ამერიკული წინახაზი, ან ლათინები წინახაზის, რომლებიც არ იციან ეგეთ თამაში. ის უბრალოდ იქნება კარიკატურა იმისი, რაც ვთქვათ, კარგ შესრულებაში აქტუალებას იწევს იქა, ხო, იმაში, როცა იტალიელი აკეთებს, ხო, რაღაცას. ყველა გუნდს, ყველა სტილს აქვს თავისი რაღაცა მორგებული ნიშა, რომელშიც არის ის, ვთქვათ, გამოდის მისი იდეალური რაღაცა ვერსია. ეხლა პირველი მატჩი, რა თქმა უნდა, მე ვიცი ასე, სლოტმაც თქვა თვითონ სხვა ჩვენს იმაში, რა ქვია, ინტერვიუში, მატჩის შემდგომში, რომ ალბათო, ხო, 180 წუთის ჯამში შეიძლება ის უფრო იმსახურებდა, რა ქვია, პარიზელები გასვლას და მართლა ესე ხომ, რომ პირველი, აი რო შეადარო, ვთქვათ, პირველი მატჩის უპირატესობა, რაც იყო პარიზული გუნდის, ვთქვათ, ლივერპულთან და ის უპირატესობა, რომელიც მეც გეთანხმებით, რომ ამ 90 წუთში დამატებით დროს არ გულისხმობ კატეგორიულად. ჯამურად რო აიღო, ვთქვათ, 60-40-ზე მომენტებით და ვთქვათ, სიმწვავით, ალბათ მაინც ლივერპულის ხარეს იყო, იქ იყო ძელი, იქ იყო, ეხლა შეიძლება მერე თამაშგარეთ და მიცეს, მაგრამ იქ 1000 ბევრი მომენტი იყო და ხა დონარუმას კრიტიკოსებმა მე მგონი ცოტახნით რა ქვია დაივიწყონ უნდა მის მიმართ პრეტენზიები, ხო? მაინც ამბობენ, რომ იგერიებსო ცუდათო და ავერიჩესო და პირველი წუთი მართლა არ იყო ძალიან დამაჯერებელი, ხა პირველი ორი შეტევა ლივერპულის არ იყო, ხა თლაც საუკეთესო ვერსია დონარუმასი და მე მაშინაც ძალიან შემეშინდა პარიზის გულშემატკივარის კუთხიდან, მაგრამ ბიჭო, ეხა იცი რა, ყველა გამოსვლა ეხა იცი რა, ეს ხო არ არის აუცილებელი, მანდა მაინც საგოლე მომენტამდე მივიდეს საქმე, ხო? ყველა მისი გამოსვლა და ბურთის გამოტანა საჯარიმოდან იყო ძალიან დამაჯერებელი და ფაქტიურად ჩაშლა იმისი, რა ქვია, ინგლისური შეტევების, ხო? ეხა ინგლისური ფეხბურთი რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, რეგ სამხრეთ ამერიკელი თამაშობს, კოლუმბიელი, ის რა ქვია, ურუგვაელი თუ ვიღაცა, მაინც საბოლოო ჯამში არის ეს ფლანგური ჩაწოდება და იქ იმაზე, რა ქვია, ინტენსიური ბრძოლა საჯარიმოში, მეკარის საჯარიმოს მისადგომებთან თავით თამაში და ეს ყველაფერი წაიშალა, იმიტომ რომ დონარუმა იყო ამ ყველაფრის მაკონტროლებელი, ხო, რასაც ხედავდით ახლა 90 წუთს მანძილზე. ანუ რას ვამბობ, ჯამში იქ თუ იყო 95-5-ზე იმის, რა ქვია, PSG-ს უპირატესობა დაუშვათ პარიზში და შემთხვევითობა, ეხლა იცი, შემთხვევითობა საერთოდ აფერდება. შემთხვევითობა როგორ უნდა დაარქვა, თქვა, გოლს, რომელიც გადის ორი შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელის მიერ გათამაშებული კომბინაციით, რა. ეს, ეხლა იცი რა, კი ბატონო, გულდაწყვეტილი კაცის პოზიციიდან ყოველ წესია, რომ აი კარგი რა სად შეაგდო თუ რაღაცა, მაგრამ გამოიყვანა დარვინი, მოიგო იმან ორთაბრძოლა დაუგდო ელიოტს, რომელიც ასევე გამოვიდა ცვლილებაზე და ენერგიით სავსე, სწორად შერჩეულ პოზიციაზე მიიღო ბურთი და გამოდნა გოლი. თავარი კონჩეტევაზე. ხო, კონჩეტევა. თავდება იქ ლაპარაკი რა. ესე იგი, სწორად შეაფასე იმ კაცმა, ეხა აგერ გაიოზე კაც კარგად ვილიცის, ეხა ეს რა ქვია, მწვრთნელის პოზიციიდან ეს რა ქვია, გარჩევა სიტუაციის. უყურა, გაუმართლა ძალიან ბევრჯერ. არ გადიოდა გოლი, თუმცა გამართლება რა კიდე რა მომენტე. ისე ვამბობ ჩვენ რომ ალისონის 9 სეივი, გეგონება ის ალისონის შემთხვევით მოვიდა ტრიბუნიდან ჩამოვიდა. გუნდის წევრი არ არის ეს, ა? მოვალეობა ხო ბურთებს აღარ. ამის ალისონი რატო დგას გარშე, გაუშვას ეს გოლი, იმიტომ დგას რომ აიღო 9 სეივით შეასრულოს და 29-ს. და იმიტომ არ მე ბრაზილიის ნაკრებში და იმიტომ მე სოფლის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე. საოცარი მატჩი ითამაშა და იმიტომ დარდობთ მამარდაშვილი და იმიტომ შეია ახლა იმას რა ქვია ხო გიორგის გადასვლა და თავიდანვე იმიტომ არ ვიყავი თლათ აქტუალებული მაგ პერსპექტივით მართალი გითხრა მაგრამ რაზო აი მე დგება დამატებითი დრო და შენ ყოფდი დასაწყისში როცა დაიწყე ლაპარაკი მინდა დავყო რაღაცა რამდენიმე ნაწილად თუ და
აი აბსოლუტურად სხვა იყო დამატებით დრო, ხო? სწორი შეფასება ახლა მეც გეთანხმები, ოტესაც ვეთანხმები. უნდა აი ლაშას ერთ რეპლიკას მინდა ერთი გამოვეხმაურო განსხვავება. ლაშა მიჩვეულია გადაცემაში არ ვითანხმები და იმუნიტეტი მე სხვა რამის თქმა მინდა რა. ანუ ჩვენ ლაპარაკობთ ამას კომივით ხო არ ვიქნებით ყველაფერს დავაჭრე. ჩვენ საუბრობთ სანამ ვიძინამ რაც თქვა, იმას მეუბრუნდები რა. მანამდე ვიტყვი რომ წამყვანი გუნდები მარტო დომინირება არ ნიშნავს რომ მარტო ბურთის ფლობაში არიან. ისინი კონტრშეტევებში ძლიერები არიან. ანუ ესე არ არის, ეხლაც ჩვენ ამ იმაში PSG-მ კონჩეტევით გაიტანა გოლი, ლივერპულმა პირველ თამაში კონჩეტევით გაიტანა და ეს არ იყო შემთხვევითი, ბარსელონამ კონტრშეტევით გაიტანა გოლი, მადრიდის რეალმა მბაპემ რაც გააკეთა კონტრშეტევის შედეგად იყო, ეს არ არის შემთხვევითობა რა. ესეც კარგად მომზადებული ტაქტიკური ნაწილი არის მწვრთნელის მუშაობის. ანუ ერთი მეორეს არ გამორიცხავს. ისინი თავიანთ არსენალში ფლობენ როგორც კარგ ბურთის ფლობას, ესევე ფლობენ კარგ დაცვით ფაზას და მაგალითი არის, მაგალითად იგივე კვარაცხელია შეიძლება ამოიღოთ და აჩვენოთ ნებისმიერ სასწავლო იმაში, ნებისმიერ იმაში დაცვით ფაზაში როგორ თამაშობს, ან ნებისმიერი სხვა ფეხბურთელი აიღოთ და გნებავთ გადასვლის მომენტები, ანუ გადასვლის მომენტები, როდესაც ლაპარაკობთ კონჩეტევაზე და აი კაფიოთ ჩანს, მაგალითად, რამდენად სწრაფად ცდილობენ დაბრუნებას ჩვენ ვხედავთ თქვათ იმ გუნდის სურათს რომელიც კონჩეტევაში მიდის მაგრამ აქ როგორ გითხრათ რა თუ თქვათ 8 კაცი უტევს 2 არის უკან დარჩენილი ხასიკით თუ 2 არის დარჩენილი ეს ნიშნავს რომ 2 არიან და შეიძლება 1 ან 2 იყოს მის წინააღმდეგ და გადასვლის მომენტში ეს რიცხობრივი უპირატესობა ვინ უფრო სწრაფად გადავა ეს რიცხობრივი უპირატესობა შეიძლება იმის მიხედვით შეიქმნას და კონტრშეტევაში მყოფი გუნდი ცდილობს ამ რიცხობრივი უპირატესობის მიღებას, მაგრამ დაცვაში მყოფი გუნდი უკვე არფლობის ფაზაში. ის ცდილობს რომ არ მიცეს ეს უპირატესობა და ვინ უფრო სწრაფი იქნება და ძალიან კარგად ჩანს მთელ რიგ აი ამ მატჩებში, ბარსელონას გნებავთ, მადრიდის რეალის, გნებავთ ატლეტიკოს, გნებავთ ლივერპულის ან PSG-ს თამაშის მსვლელობისას თუ როგორ ცდილობენ ისინი ამ სახით თავის ამ დაცვას ან უპირატესობის მიღებას. ასე რომ კონტრშეტევა ეს არ არის რომ მარტო კონტრშეტევაზე ორიენტირებულები არიან ეს გუნდები, ტოპ გუნდებზე ვლაპარაკობ. რაც შეეხება ერთ-ერთი იარაღია არსენალს. ერთ-ერთი იარაღია. რაც შეეხება რატომ ვიძახი მე რომ 90 წუთი ლივერპულმა ითამაშა ის რაც მათ წინასწარ ესე ვთქვათ განსაზღვრეს და ნუ ეხლა ის გოლიდან ვერ დაიცვეს თავი, მაგრამ უამრავი მომენტი იქით შექმნეს და კაც ვერ მოუბრუნდება ენა, ვერ იტყვის რომ არასწორად ითამაშეს ან სანახაობრივად მიუღებელი თამაში იყო, საოცარი თამაში აჩვენეს, მაკალისტერი იყო ეს, გრავენბერხი, ლუის დიასი, გნებავთ იგივე დიეგო ჟოტა ან სალახი, ყველა ძალიან კონატე, ვანდეიკი, აქედან არნოლდი, იქიდან რობერტსონი თელმა გუნდმა აი როიტყვიან კბილებით ითამაშეს და შეასრულეს აი ეს ყველაფერი რაც უნდა შესრულებულიყო, მაგრამ მე არ ჩემ სუბიექტურად ვიძახი რომ ცვლილებებმა ვერ გაამართლა. და ნებისმიერი აი ეს შეცვლაზე შემოსული მოთამაშე, რომელიც შემოვიდა იქ მყოფის ნაცვლად, აი იგივე ხარისხი ვერ შეინარჩუნა. არათუ ვერ მოუმატა არამედ ვერ შეინარჩუნა და უკვე ის მაღალ ინტენსივობაში, მაღალ ტემპში, მაღალ პრესინგში ეგ დიდი ფიზიკური ძალისხმევა ჭირდება რა. ის რასაც მაგალითად მაკალისტერი აკეთებდა ვერ გააკეთა ემან. კი ბატონო. ის მაკალისტერია არ ვიცი თავიდან თუ დააკვირდებით თვალები შუბლზე ქონდა რა ესეთი შემართებით ისეთი მონდომებით როცა იმან რა ქვია მენდეშმა გადაარჩინა მაკალისტერის პასია იქა რომელიც როდესაც გადაეფარა პორტუგალიელი თორე სასტარტო წუთებზე გოლი გადიოდა და კიდევ ერთი მაგ იმის არგუმენტის სასარგებლოდ ესე ვთქვათ
დამატებითი დრო, როდესაც იწყებოდა, PSG-მ ბურთი გადააგდო მეტოქის ნახევარზე აუტში. რატომ გააკეთა ეს? ეს რაგბის პრინციპი არის, ხო და აკეთებენ. რატომ გააკეთა? იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ანუ იქ სადაც შეძლო მან უკვე ეს თამაში გადაეტანა მეტოქის ნახევარზე გადაიტანა, იმიტომ რომ ბურთი არის აუტში, ისვრიან ხელით, შორს ვერ ისვრის და შესაძლებლობა აქვს აიყვანო. ადვილი შესაძლებელია იქვე აიყვანო და პრესინგი განახორციელო, უკვე ბურთი აღარ გადმოატანინა და თავის თამაში მოახვია რა PSG-მ იმ დამატებით დროში. ეს არის არგუმენტი იმის, რომ ეს სტრატეგია სლოტის მიერ დასაწყისში რაც იყო, ალბათ სწორი იყო რა, ეს მაფიქრებინებს მე. მაგ გამოიყენა ლუის ენრიკე შემსრულებლების ხარისხი იყო და პირიქით უპირატესობა ისედაც ექნებოდათ თავის მოედანზე ლივერპულს და კონჩეტევებზე ჩვენივრად მიაღწია თავის მიზანს. ანუ თავის ამბიციებზე წამოაგეს. სანამ ახლა ამ მატჩზე ვისაუბრეთ, ახლა მომდევნო შეხვედრა იქნება ისე ბრიტანულ გუნდთან, ხო ასეა პარის სენ-ჟერმენის და მე სხვა თამაშებზეც ხო უნდა გადავიდეთ. საერთოდ პარიზულმა კლუბმა მძიმედ დაიწყო ეს ლიგა. გვახსოვს თამაშები არ მოსაგებიც, ცუდად ნათამაშებიც და ბოლო ტურამდე სიტისთვის რო არ მოიგო. მე და აი სიტის თამაშიდან დაიწყო აღმავლობა და სხვა ფეხბურთის თამაში და ეხა აი ამის ფონზე ეს ლივერპული ასე ვთქვათ თავარი ფავორიტი ჩამოიშორა, ხო? გვინდა არ გვინდა კი გასაგებია იქ რეალი როცა არის თავარი ფავორიტი ესე ძნელია სხვას უწოდო, მაგრამ ნუ იქაც ლიდერი, აქაც კარგად თამაშობდა წინა ეტაპზე და ჩამოიშორა. გავიდა ეხა თითქოს, იცი რა, შეუძლიათ ამოისუნ თქონდა ასტონ ვილა, ეხა იმდენად ძლიერი შეიძლება არ არის, მაგრამ არის კი ასე მარტივად საქმე, რომ არხეინად უნდა იყოს. მთელი პრემიერ ლიგა უნდა გამოაგდო. ხო, პრემიერ ლიგის ჩემპიონი და გახდა. რეალიზა, სამი წინანდელი ცალკე ინტრიგა. რეჟისორის თეატრია ასტონ ვილას. არალოდებიან და ბოლოს თასი სახში მიაქვს და. კი ბატონო. ანუ 4-ჯერ მოიგო ესა რა. ხო, აი რას ფიქრობ ახლა ხა ნახეთ. სამჯერ სევილიი და იმით ვილიარეალი. ბრიუგე შეიძლება არ იყო ფავორიტი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, არც ისე იოლად დასამარცხებელი გუნდი იყო წლევანდელ ლიგაზე, ხო? ეს ის მომენტია ხა რა თქმა უნდა, როცა სურვილი გძლებს. მაგრამ იოლი გასეირნება და რამე გამორიცხულია. ჯერ ეს ერთი მაგდონეზე და მე გუნდიც ისეთი ხასიათიანი გუნდია. და მწვრთნელის ფაქტორი რამე პრემიერ ლიგში მოსვამბობ, რომ ეგ არის რეჟისორის გუნდი, ერთი რეჟისორის გუნდი რა და შემსრულებლებიც კი მან ლუის ენრიკე მაგდონელს ისეთი ამის იმედს ვიტოვე რა თქმა უნდა. კამბექი გაუხეთა ისე. ხო, მაგრამ 4-0-ით მოუგო იმან. ჩვენ სულ ლაპარაკობთ ხოლმე 6-1 იმაზე რა ქვია, რევანშზე და ის 6-1 იმიტომ ფასობს, რომ 4-0 იყო იქამდე, ხო? და რომელი უფრო სენსაციური და ის არის დასაფასებელი. ხო, რომელი ის კიდე რას გეტყვით, იცი? ის 4-0 აბსოლუტურად კითხვის ნიშნების გარეშე მოგებული 4-0 იყო და 6-1-ზე მე 9 წელი გავიდა იმის მერე და ისო იმას ლაპარაკობენ იყო ჯარიმა, არ იყო ჯარიმა, პენალტი უნდა მიეცათ, არ უნდა მიეცათ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მეორესაც ვიტყვი კიდე იმ ბარსელონას 4-0 რომ მოგეგო ხა თავარი რა იყო ის 6-1 იმას გინდა თუ არა მოსაგები ქონდა და 6-1-ზე სათამაშო ქონდა და ყოველ შემთხვევაში 5 ბურთზე და ის 4-0 არ იყო გინდა თუ არა 4 ბურთს მოსაგებად სათამაშო, არა 2-0-ზე წყმაყოფილი იქნებოდა, მაგრამ უნდა და არ უნდა და 4 მოუგო, ხო? არა, ეხლა ნუ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის ისეთი არგუმენტები, რომელიც ვერ გადაგვაწყვეტინებს საბოლოო ჯამში ვინ ჯობია და რა ჯობია. იმის თქმა მინდოდა მე რომ ხანდახან აი ესეთი გუნდები ასტონ ვილას გავს, რომელსაც ტრადიციები გააჩნია და რომელიც იშვიათად ხდება იმ ეტაპზე, შეიძლება უფრო სახიფათოც კი აღმოჩნდეს, ვიდრე ის ტრადიციული, რომელიც ყოველ წელს მეოთხე ფინალშია. კიდე ერთი დამატებითი ინტრიგა არის ასენსიო. აი, ეს ახლა განათხოვრებით არის თქვენი ინფორმაცია. პარიზული გუნდიდან, იმიტომ რომ სათამაშო დრო არ ეძლეოდა და ყველა თამაში სადაც გამოვიდა 2-2 გოლი გააკეთა. ну აქ სხვათა შორის აი ტრადიციებზე მინდა ვთქვა რა, ის ზუსტად ინგლისური ნათქვამია, ეს თვისებათა მემკვიდრეობა. დროთა განმავლობაში რომ ხასიათს იძენს, გინდ გუნდი, გინდ ადამიანი რა და რაღაცებს ათავსებს ერთად. ასტონ ვილა ტრადიციული გუნდია და ისე.
ამას პასუხისმგებლობა მობილიზება ის არანაკლებ ჭირდება ვიდრე ლივერპულთან. პლუს წნეხი ფავორიტის თუ კი იარსებებს, მაინც ახლა უკვე PSG-ს აქვს ლივერპულთან პირიქით იყო. ეს შეიძლება დაემატოს, შეიძლება არა, ფსიქიკას გააჩნია ფსიქოლოგიას ფეხბურთელების, მაგრამ ეს წნეხიც იარსებებს, რომ აუცილებლად მუსაგები თითქოს ყველაზე იოლი მეტოქე შეხვდა PSG-ს, მაგრამ ასე არა. იქ იოლები ვერ ხდებიან. არა, იქ იოლი სადღაა. ხო, არა, ბუნებრივია რომ საფია ხა იმას კი არ ვლაპარაკობთ, რომ ასტონ ვილა ჯობია იმას საფია ლივერპულს, ხა მაგ ესე არ უნდა გაიგოს ერთ სიტის ვერ მაყურებელმა რას ვლაპარაკობთ, ხო? ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ასტონ ვილა არის ძალიან სერიოზული, აი მეორე გოლი შეაგდო. კოლექტიური მეხსიერება ქვია, კოლექტიური კლასი და ვიძინე ესეთი შეიძლება უადგილო ის იყოს, მაგრამ მაიმუნების ექსპერიმენტი როა, ხო იცი სამი მაიმუნი რომ ბანანზე რომ ვინც აძვრება იმას რომ ცემენ რომ აღარ აძვრეს, გალიაში არიან და მე აღარ ადიან ეს მაიმუნები. მე ერთ ცვლიან ავა იმასაც ცემენ ისიც აღარ ადის, იმორმა იცის აღარ ადის. მე დროთა განმავლობაში ხო რამდენი ხა არ ვიცი ერთ კვირაში თუ ორ კვირაში სამივე მაიმუნი შეცვლილია და არც ერთი არ არის ნაცემი იმაზე რომ ის ბანანი არ ჩამოიტანოს, მაგრამ კოლექტიური მეხსიერება ისე გადავიდა, რომ ის პირველი სამი მაიმუნი აღარ არის, არც მეორე და სულ სხვა სამი მაიმუნი და არავინ აღარ ადის იმ ბანანის ჩამოსატანად, რომლებიც არ არიან ნაცემები. იგივე რატო ვამბობ ახლა რომ ასტონ ვილას ახლა არ ჭირდება, ამათ შეიძლება არაფერი მოუგეთ, მაგრამ ხო არის კოლექტიური მეხსიერება გადასული გუნდზე და რა მაგარი გუნდია, ძალიან კაი გუნდია. მეცერება კი არც იციან ასვლა შეიძლება თუ არა. ახლა ხო, ნუ რა ვიცი ხა. როგორ არის პირველად იცოდა ამანაც იცის, მაგრამ სუაფი ვარანდიან იცის რომ ესე კი არ უნდა. ესეთი რამე ვერ ხსნიან, ზატო ხდება. ესეთი რამე მინდა კითხო გაიოშიან. ეხა აი ასენსიო ვახსენეთ, ხო? რამდენად დიდი ფაქტორი შეიძლება იყოს ასტონ ვილასთვის ამ შემთხვევაში პლუსში ჩასაწერი ორი ისეთი ფორვარდი რომლებიც არიან ნაწყენები და დამატებითი მოტივაციის მქონენი ანუ გულისხმობ ასენსიოს რომელიც ფლათიქიდან გამოაგდეს რა ქვია ეხლა გამოაგდეს ქვია ხო როცა შენ ვერ ხვდები შემადგენლობაში და გაგანათხოვებენ რაღაცა ესპანეთის ნაკრების წევრს ამ თასის მომგებს ამ თასის არაერთგზის მომგებს ხო ეს რეალი ყოველთვის იგებს ასენსიო 10 წელიწად თამაშობდა ხო და რაშფორდი რომელიც იყო უპირობოდ ბოლო წლებში ну, ყოველთვის თეორიულად მაინც Manchester United-ის საუკეთესო ფორვარდი, ინგლისის ნაკრების წამყვანი მოთამაშე, ჯერ ამოვარდა ნაკრებიდან, აქედანაც კრეს პანჩური და გაუშვეს იმაში, რა ქვია, ასტონ ვილაში. აი, ეს თქვათ ფეხბურთელის კუთხიდან გეუბნები, მე მაინც ჟურნალისტი ვარ და შენ ხა შიგნით და ეს დამატებითი გამაღიზიანებლები რამდენად მნიშვნელოვანი ფაქტორია ხოლმე ზოგადად. ნუ ეხლა თქვენ თვითონ ახსენეთ ეგ, მაგრამ мотиваცია, რა თქმა უნდა, არის мотиваცია უდავოდ იქნება, რომ დაამტკიცოს მოთამაშე, რომელიც იყო იმ გუნდში და გაუშვეს, რომ ის არასამართლიანად გაუშვეს, ესე ვთქვა და ეს იქნება მეტი ხო, ვერაფერს ვერ ფეხბურთია. და ფეხბურთის თამაში თუ ეს მოტივირებული იქნება, კარგიც არის. ყველა მწვრთნელი ცდილობს თავის მხრივ, რომ თავისი გუნდის მოტივირება მოახდინოს. როგორც თქვათ, ასტონ ვილა შეეცდება თავის ფეხბურთელების მოტივირებას და შეიძლება უთხრას, რომ მწვრთნელმა შენიქიდან გაგაგდეს და აჰა მიდი დაამტკიცე და რა. მაინც მოედანზე ის ლუის ენრიკე ეტყვის, რომ ჩვენ ვართ PSG, რომელმაც უნდა მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგა, რომელი უფრო მეტი мотиваციაა და თქვენ ხართ უფრო კარგი ფეხბურთელები. ეხლა ხშირად ესეთი ის არსებობდა, რომ მწვრთნელზე იბოღმებოდნენ და ესე ვთქვათ, რატომ გამიშვა მე და ნუ ესეა რა ცხოვრება საბოლოო ჯამში მწვრთნელს იმისთვის იწვევენ სწორედ რომ გადაწყვიტოს რომელმა 11-მა კაცმა ითამაშოს. ხო ესეა. მწვრთნელს იმიტომ ხო არ მოყავს რომ მარტო ავარჯიშოს გუნდი. უნდა გადაწყვიტოს რომ დღეს ეს 11 ფეხბურთელი ითამაშებს. და იმის გამო რომ მე-12-ემ 11 ფეხბურთელი ხო ვერ მოემზადება გუნდი და უნდა გააკეთოს არჩევანი და 11-მა უნდა ითამაშოს. 11 რო ითამაშებს ის მე-12 ხშირად არის ხოლმე დაბოღმილი და რომ არასამართლიანად, მაგრამ აბა როგორ ახლა 12 კაც ხო ვერ ათამაშებს.
და ანალოგიურად ეხლა რაც კომპლექტაცია გააკეთა PSG-მ ეს ხო შემთხვევით არ მომხდარა ეს არის დაიქირავეს მწვრთნელი იმ საფეხბურთო ფილოსოფიით რომლითაც კლუბმა განსაზღვრა რომ უნდა მიაღწიონ რაღაც მიზანს ეს მიზანი არის ვთქვათ მოგება შიდა ჩემპიონატის და მოგება თუნდაც ლიგის ეს მწვრთნელი მოიყვანეს რომელსაც ჭირდება შესაბამისი ფეხბურთელები და ხედავთ რომ ამ კაცმა დემბელეზე ბარკოლაზე კვარაცხელიაზე გააკეთა აქცენტი შუაში ვიტინია და ეს მენდეში რო არიან და ფაბიან რუისი შემთხვევით არ არის და ანუ ეხლა რომელს ჯობია როგორ უნდა ვიმჟელოთ მწვრთნელი იმისთვის არის რომ მან მიიღო ეს გადაწყვეტილება მათ გადაიხადეს ეს თანხა და გამოჩნდება გაამართლა თუ არ გაამართლა ჯერჯერობით რა შეიძლება აუგი როგორ შეიძლება თქვა ამიტომ მე ხა ადრე კიდე ვიყო უფრო ესეთი მომენტი რომ აი გაბრაზებული გამოვა და ითამო გამოვა რა დახვდებიან ესენი და იქნება სრულფაზოვანი რომ გამოვა გასაგებია ბუნებრივია მაგრამ იცი რას გეუბნები რაღაცა მეორეს უნდა ერთსაც და მეორესაც გახსნილი იმიტომ რომ რაც ჩავიდა ხო ხა ფაქტიურად სათამაშო პრაქტიკა არ ქონდა ბოლოს 10 წუთით გამოიყვანდნენ 5 წუთით გამოიყვანდა ანუ საერთოდ არ გამოიყვანდა და უშუალოდ პარიზული გუნდი მათ შორის მეორე ხარისხოვან თამაშებშიც კი რომლებიც მრავლად არის ხა პარიზში რა დასამალია და ეგ არის ხოლმე თუ რამეს უწუნანო ხოლმე რა წავიდა პარიზში რომ გარაცხელიაზე იმას ამბობენ რომ ჩემპიონატის დონე ან რაღაც არ მოწონს კონკურენცია არ არის და ასე შემდეგ ხო ნუ ახლა ხშირად გვესმის სხვა საკითხი ეთანხმები თუ არა ეს კაცი წამოვიდა პრემიერ ლიგაში რომელზეც ვთანხმდებით რომ ეს არის ყველაზე უფრო ძლიერი ლიგა სადღეისოდ ყველა თამაში 100 იქნება ჩემპიონთა ლიგა ყველგან ერთი თამაში გქონდა ერთი გოლი გაიტანა და დანარჩენში წვრილად გაა გოლები ანუ მეოთხე დუბლია რაც იმაშია რა ქვია ცალკე ფანტასტიკური შედეგია ხო მეოთხე დუბლი უყურე და აქედან ამ გოლების ნახევარზე მეტი გაიტანა რაშფორდის პასით რომელთანაც საერთოდ არ ქონია შეხება ერთად ჩავიდნენ ორი კვირის წინ იმაში რა ქვია აეროპორტში ნახა ხო ანუ ის ემერი ეთყობა მართლა რაღაცნაირად იცება რა თუნდა მან კაცის გენიალური ძალიან კაი ტიპი ძალიან აი მე მარსობს თქვენი მოყოლები ბიზინო ორჯერ შეხვდები წამართვა ტელეფონი და მითხრა რომ ჩამოდი აუცილებლად ჩამოდი იმაზე რა ქვია ჩვენ ფინალზე იმაზე ვიყო დაჯილდოება იყო იმისი ლა ლიგის ყოველწლიური დაჯილდოება იყო ბარსელონაში ვიყავით მე და კატო ჯავახიშვილი და იქ ტელეფონში მქონდა დარჩენილი ფოტო რომელიც გადავიღეთ ერთად თხოვე ემერის მაშინ ინტერვიუს ჩამოვარდე აეროპორტში და იმაში ტურინში როცა მოიგეს ტელეფონში მქონდა დარჩენილი გადაითარგმნება ასე რომ კარგად ვერ ფლობს ამ ტექნიკას და წაშლა არის სისტემა ყველა ფოტო იქაა დარჩენილი რაც კი ოდესმე გადაუგია კი მართალს ხო და ვარა ეგ გამომადგა იმ მომენტში ხო და აჩვენე და დაახედა და ხა სოციალის ფოტოებია ორი წელია გასული კიდე მაგის ფოტო მაგეკა და მითხრა რომ მე ხა არ უნდა გადავიღო და გადაიღო მეორე და ეხა ვისწავლე წაშლა და გადატანება და ეგერმა კედელზე გაგრონის ორივე ფოტო და რახან ყველა ჩემპიონატზე ჩამოდიხარ და წელსაც ჩამოდი ჩავედი ის მოიგო ანუ იცი რა ძალიან უშუალო და ესეც კაი ეთყობა კომფორტული ტიპია ხო აქ რას ლაპარაკობს ეს არის მისი პრეს კონფერენცია ბოლოს სადაც თქვა კითხეს ეს დაუსვეს ეს კითხვა როგორ გაიქცეოდნენ ახლა პარიზთან დაკავშირებულ კითხვებს და თქვა რომ არავე ხა მთლად მაგაზე ნოიდარდებ თქვა რომ ახლა მანდამაინც ის 6-1 და 4-0 და რაღაცა დროს ეგ არის ეგ იყო ისტორია წავიდა იქ იყო ის 4-0 და კი იყო 6-1 და ეხლა ახალი სხვა გუნდებია სხვა შემსრულებელია სხვა ფეხბურთელებია და სხვა შედეგიც იქნებაო და ოლი ვოტკინს იყავს არ დაგავწე და კარში ისა რა ქვია შიზოფრენიკი ისა იქ ასე თქვა რა ის мотиваციაზე საერთოდ არის ხალხი რომელიც საკუთარ წარუმატებლობას ის იქცევს мотиваციას რომ თავის თავს აჯობოს წარსულს აჯობოს შურიძიოს ამ ყველაფერზე რა და აი ასენსიოს და რაშფორდი იმდენი რამე ნახეს თან რაც უფრო მაღლა ხარ
და გიშვებენ მე უფრო დიდია წყენა და ამ ყველაფერზე თან დახვდა კომფორტული კაცი, კომფორტული გარემო და აი ის სიტყვა ახსენა, რითიც მინდოდა სხვა თამაშზე გადასვლა, мотиваცია. და მთავარი мотиваტორი, ჩემი აზრით, ეხა ფეხბურთში არის სიმეონე, რომელიც არის ამჯერად გუნდი, რომელსაც მე ვქომაგობ, წლებია ვქომაგობ, მაგრამ მას შემდეგ რაც მილანი ცოტა ვერ გვაძლევს გულშემატკივრობის საბაბს, ამიტომ ეხლა მთლიანად ატლეტიკოზე ვარ კონცენტრირებული და ვთვლი რომ ერთ-ერთი მისაბაძი გუნდია ამ კუთხით, ხო და ეს თამაშები ვიხილეთ, გასაგებია რომ ერთი გუნდი უნდა გასულიყო სამწუხაროდ და ეს იყო რეალი, სამწუხაროდ იმიტომ კი არა რეალი გავიდა, იმიტომ რომ ორივე გუნდი სასიამოვნო იქნებოდა შემდეგ ეტაპზე გასულიყო ეს პენალტების სერია ხო მაინც ლატარია და ეხლა მე რამინდა გითხრათ, აი ის მომენტი არ წაიშლება ჩემგან, რომ სასტოენამდე რომ გარბის ხოლმე სიმეონე გასახელში და ეხლა წააგო ესეთი დასანანი მატჩი იმ პენალტის თაობაზე ლაშასთან ერთად ბევრს ვისაუბრებ და როგორ შევარდა მოედანზე და გულშემატკივრები რომელიც დამწუხრებული იყვნენ, როგორ უყვიროდა რომ ესე თითით აჩვენებდა და შეაქეთ ესენი და ტაში დაუყარითო და მოირბინა 4-ვე მხარე სტადიონის ამის გასაკეთებლად, რომ ეს ბიჭები დააფასეთ როგორც ითამაშეს. იშვიათია ასეთი შემთხვევა წაგების მერე წველი რომ ასე დაძბოს. ყველაზე უფრო იშვიათი ვერაც ვინახავს ამასთან დაკავშირებით ამიტომ. მე ხა ძალიან ბევრ სტადიონზე ვარ ნამყოფი და ძალიან ბევრ თამაშზე. მე არ მინახავს გუნდი გულშემატკივრები რომლებიც თამაშს არა ყიროდენ მარტო მწვრთნელის სახელს. ეს რა მე ახლა სადაც ყოფილა ხო და თვითონაც თქვა ახლა გვავართო ორი ანჩელოტიმ თქვა ერთ-ერთ პრესკონფერენციაში ძალიან გვავარჩვენ ერთმანეთს და ამანაც თქვა კი ახლა იტალიაში ეს იტალიელია მეც იტალიაში გავატარე ნახევარი ცხოვრება საფეხბურთო და რაღაცაში ალბათ გავარდო თუმცა იქვე თქვა თუმცა ის რა თქმა უნდა ჩემზე ბევრად უფრო მაგარიაო იმაზე ხო და აი ანჩელოტიზე მაგრამ რას გეუბნები ანჩელოტ ახლა მადრიდში ყვირის ვინმე ანჩელოტის გაიგონია რა ყვირიან არ გვინდაო თორე უფრო მეტი ყვირის არ გვიყვათ აი ამ თამაშზე მიდე შენი მოსაზრებები და თან კიდე დავამატოთ ისიც რომ სიმეონემ ისიც ხო დაამსხვრია მე ეს გაიოს ცალკე მინდა უთხრა რომ ეს არის ჩაკეტილი ფეხბურთის პრაგმატული ერთი თროლის მოსაზრება სულ სხვა ფეხბურთს ათამაშებს გააჩნია ვიყავს ეთყობა ხო შემსრულებელი და მოარგებს იმ ტაქტიკას რაც შეიძლება ეხა აბსოლუტურად სანახაობრივ ფეხბურთად აღვიქო მე იმას რასაც ატლეტიკო სიმეონი თვითონაც შეიცვალა დამოკიდებულება კონკრეტულად მადრიდის ატლეტიკოს სხვა გუნდი ყავდა და სხვა ფეხბურთს ათამაშებს. გარდა ამისა კრუიფის სიტყვები მინდა გაგახსენოთ, რომ ლიდერობა ერთგვარად ავადმყოფობას, დიქტატურას ნიშნავს. ოღონდ ესა კეთილი დიქტატურა, რასაც ქვია, თავის ხაზი აქვს და ძალიან იშვიათი კონფლიქტია იქ რო უყურებ იმას ფეხბურთელებთან იმას. ეთყობა მიდგომა იცის და ძალიან დიდი ყურადღება მივაქციე მაგას. აი თამაშის მერე ტრიბუნებს რომ მოუწოდებდა და გამოდი, ეგეც ლიდერის თვისებაა. და პლუს პატივს ცემენ ფეხბურთელების თვითონ იქ. ზოგი დაბოღმელი გადის შეცვლაზე რაღაცებზე ეს მადრიდის ატლეტიკოში გამორიცხულია. უბრალოდ ისეთ გუნდ შეხვდა და იმნაირი სიტუაცია იყო, არაფერი არ გაგიკვირდებოდა. მადრიდის რეალის იქით რა უნდა იყოს თქვა. ეს თამაში იყო ძალიან ღირსეული თამაში. თუმცა ყოველთვის აგებდა. ხო, ეგეც არა ეგრე ხა წელს არა ლიგა ჩემპიონს რეალის თვისება აი ყველაზე მეტად რეალს რაც ახასიათებს აი და ეს ალბათ კლასის ნიშანია რომ გუნდმა შეიძლება უფრო ცუდად თამაშოს ვიდრე კონკრეტული თამაში მაგრამ ის თამაში მოაქვს ხოლმე და ხშირად უნდა იმის და ხა ვინისიუს პენალი რო გაეტანა ხო მაგრამ იქამდე 9 მომენტი გონდა იმას რო გაეტანა მომენტად პენალტზე გამიქვა ხوارი ფეხბურთი ინგლისში დაება და ბრაზილიაში ყველაზე კარგად თამაშობენ და იგებს გერმანიაო და ესე არის მადრიდის რეალი ხა რა საკლუბო დონეზე რომ გადმოვთარგმნოთ იქნება თამაშები გული დაგწყდება ვიღაცაზე არ დაგწყდება მოხდება იქ ვიღაცას ფეხი გაუცურდება შეახებს ის ბოლო წუთზე მოვა სერხიო რამოსი გაიტანს რაღაცები მოხდება და ბოლოს იგებს რეალი შეხვალ რეალის მუზეუმში და უნდა გააკეთო გააფართოვონ იმიტომ რომ აღარ ეტევა თასები და ხა ეგრეა უნდა ვაღიაროთ რომ ეგრეა პირველი კლუბი არის ონისე გეხსოვნება ჩილი მაგის ნათქვამი მახსოვს ახ ბარსელონას რანაირ ხო და ვერაფრით ვერ ხსნიო რა ერთი გუნდი მიყვარს და ბრეჟნევს ეძახდა რეალს თასები და ორდენები ამას მიაქვს რა გაიოს რა ხდება სიმეონე აი
პორტრეტი გითხარი რა, როგორც მწვრთნელის, აი რა არის, რა ძალა აქვს, რა мотиваცია, ტაქტიკურია, მიდგომა თუ რა არის ეს? ჯერ ერთი რაც თქვი, თქვენ სწორედ ბრძანეთ, რომ რა თქმა უნდა, მწვრთნელი გუნდის ეს არის ლიდერი, რა თქმა უნდა, ამ ლიდერს გააჩნია თავის პროფილი, თავისი საფეხბურთო ფილოსოფია, მათ შორის, ეხლა თუ შევადარებთ, თქვათ, ლუის ენრიკესთან, ხო განსხვავდება. აბსოლუტურად. და განსხვავდება იმითაც, რომ აი ეს სათამაშო სისტემა სხვათა შორის რა, უკვე რამდენი ხანია სიმეონეს მოძებს. და მიუხედავად რომ იქ უფრო პროგრესული შეიძლება ჩაითვალოს შეტევისთვის თქვათ ის სათამაშო სისტემები, ხო? ეს ჯიუტად აწვება ამ 4-4-2 შუაში ყავს პაული და ბარიოსი, წინ ალვარესი და ეს ფრანგი გრიზმანი, აქედან სიმეონე, იქიდან გალაჰერი, რომლებიც აი ენით აუწერელი სამუშაო შეასრულეს. და ეს პროფილი მათ შორის, მას ჰქონდა კომუნიკაცია თამაშის მერე, მძიმე თამაშის მერე, სადაც ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს რა. ვერავინ ვერ იტყვი რომ 100%-ით არ დაიხარჯა თითოეული ფეხბურთელი. თითოეული ფეხბურთელი მონაწილე თუ შეცვლაზე შესული თუ იქ იყო ერთი მომენტი, როდესაც პასი შეეძლო, მიეცა და არ მიცა თვითონ დაარტყა მაგ მომენტის ესე ვთქვათ გამოკლებით, მაგრამ ამ ბიჭებმა დადეს ყველაფერი და ეს პენდრები ლატარეა, ნუ და ლატარეა და გაიმარჯვეს და ეხლა მას ჭირდებოდა ამ გუნდის მოტივირება უკვე შემდგომი თამაშებისთვის. იგივე კომუნიკაცია და კავშირი იგივე გულშემატკივრებთან, რომლებმაც ერთგულად უგულშემატკივრეს, ერთგულად გვერდში ედგნენ, არა მარტო ამ თამაშზე, არამედ სხვა დროსაც და სავსებით მან წაახალისა როგორც ის გულშემატკივრები, ესევე თავის ფეხბურთელებიც და ეს ნორმალურია რა. კლოპიც აკეთებდა ესეთ რაღაცებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს უფრო ემოციური იყო. თან ახლა როგორ გითხრა, მწვრთნელის გულში რა ხდება, ვინიც ესე რა, ესე დასანამ თამაშს რომ დასანას რას გულისხმობ, როდესაც იბრძოლებ, ყველაფერს გააკეთებ და შენს გეკუთვნოდა და როგორ ხო, ესეც და ყველაფერი ჩადაგული, აი, გაწურული ლიმონივით ხარ რა, მაგ მომენტში რა. თან არ დავიწყებთ, რომ სამ დღეში შეიძლება საჩემპიონო მატჩი აქვს ბარსელონასთან. ბარსელონასთან, თასი. ასე რომ ხო, ის განმეორებით. თასი განმეორებით. ხო, საჩემპიონო გადის იმაში. ესე მე ვფიქრობ, ახლა სიმეონეს აი ყველაზე დაგეშილი გუნდი მაგას ყავს მაინც სოფლიოში, რომ აი ყველა იქ ცოტა კორეა არ მომეწონა ამ თამაში ბოლოს რა, ეს თუ არა დანარჩენი. კორეა იმიტომ რომ წინაზე გააძევეს იქ ლა-ლიგაში და იქ კიდე ცალკე დისკვალიფიკაცია. შედარებით თუ არა რეპლიკა, რაც თქვენ თქვით რა, მადრიდის რეალთან დაკავშირებით. შემთხვევით არაფერი არ ხდება. ბუნებრივია. დიდი გუნდია და დიდი მწვრთნელი ყავს, რომელიც თუ ტაქტიკოსობაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ანჩელოტი არის ერთ-ერთი თუ ყველაზე მაგარი ტაქტიკოსი არა და აქაც გამოჩნდა ეს რა. სხვათა შორის ამასთანაც სადაც წავიკითხე რა. ჩემპიონთა ლიგის მოგება ადვილი არ არისო, მაგრამ რეალთან ერთად ყველაზე ადვილი არისო რა. აქ ისაუბრა, აქ ძირითადი სალაპარაკოა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციებზე იყო აი ეს პენალტი, რომელზეც ჩვენ ვისაუბროთ უკვე. თავარი ეგ იყო ყველაზე. სხვა, ამან თქვა რომ ხო, მე არ დამინახავსო, მაგრამ ვფიქრობ რომ მაინც იყო ორი შეხებაო და ახლა ნუ მანამდე იყო ერთ საინტერესო მომენტი ჩემი აზრით, რომ ვინისიუსიც ყავს მას, მბაპე და როდრიგო და მბაპე იყო შუაში. რაც არის ძნელი, სხვათა შორის ანალოგიური მომენტი არის PSG-შიც. და პოზიციებს ხშირად უცვლიან ამ სამ მოთამაშეს წინა ხაზის მოთამაშეებს და აქ ძალიან ძნელი არის მბაპესთვის ზურგით ბურთის მიღება, იმიტომ რომ სწრაფი ფეხბურთელია და ინდივიდუალურად ძლიერი და ცენტრში თამაშის დროს მით უმეტეს თუ კართან ჩამჯდარია ესე ვთქვათ მეტოქე სივრცე არა აქვს და მისი უპირატესობის გამოყენება ძნელია, მაგრამ და ეს რამ განაპირობა პირველ წუთზე გატანილმა გოლმა
მიცა საშუალება რომ უკვე ესენი უფრო უკან დამდგარიყვნენ შეიძლება სხვა სცენარითაც წასულიყო თამაში მაგრამ ერთ მომენტში როგორც კი კონჩეტევაზე დაიჭირა ეს პენალი სწორედ მაგით და ეხა ეს ტაქტიკოსობა იმას კი არ ნიშნავს შეიძლება თამაშის სვლელობაში ერთხელ ორჯერ ისეთი მომენტი ჩავარდეს რომელიც წინასწარ განჭვრეტადია და ეს თამაში დააყენა ფაქტიურად ანჩელოტიმ და საბოლოო ჯამში გაიმარჯვა კიდეც ეს საერთოდ საინტერესო მომენტია იმიტომ რომ ადამიანმა შეიძლება იფიქრო რომ მბაპეს იქ რა უნდა ცენტრში მაგრამ როგორ გიდა სამივე ათამაშო რა ვინისიუსი თავის პოზიციაზეა ძლიერი როდრიგო ყავს კი არა ნამდვილად იცი ეს სასიამოვნო ფუფუნება ეს აქ საუბრობდა ძირითადად ასევე იმ ალვარესის პენალზე და თქვა კითხა იქ რომ ვინც იტყვით რომ დაინახეთ ინას გამეორებაზე ის ორი შეხება ხელი აწიეთო და მე გადახედა დარბაზს ეთქვა ვერანერაცია ამის რეაქცია არ ვერ წერთ ვერანაირად მეორე ვიდეოც იყო დარბაზის არიელი იყო ძალიან ცოტა ჟურნალისტები და ინტერნეტში ისეთ რაღაცებს გაჩვენებენ ნამდვილია თუ ხო ტყუილი ვერ გაიგე კადრების იყო ბურთი რომ მოძრაობს პრეზენტის დაარტყმოს დროს და ყველაფერს არ დაეჯერება ასე რომ გულშემატკივრასაც ვეთქვი რომ ესე ხო Facebook-ზე რაღაცას დადებენ აქ თავარი მომენტი ალბათ ისიც იყო რომ ობლაკის პენალტებზე თამაში თუ შეედრება ვალტერ ძენგასი თორე დანარჩენი მეკარები ვალტერ ძენგას ერთი პენალტი არა აქვს ეხა ბოლო პენალტი როგორც დაარტყა რუდიგერმა მაგრამ მე და ლაშა ვსაუბრობი დასაევი იმურც აი ესე დაიჭერდა დასაევი გამახსენდა მაგრამ და ვერ აიღებდა ალბათ იქ დახვდებოდა და მაგაზე ადვილი ასაღები პენალტი რაც რუდიგერმა დაარტყა ბოლოს ვერ უნდა ინატყო საშინელი პენალტი და ძენგა უბრალოდ მე არ მინახავს ძენგა იმ კუთხეში გადამყარი სადაც ბურთი წასულა პენალტიზე იცი რა სხვათა ეს პენალტებზე ახლა ლაპარაკობთ ყველაზე საცოდავი მეკარე იმას ჩემი შესაძლოა რაჭის ვიზას ლაპარაკობ ფანტასტიკური მეკარე იყო თავის დროზე და უამრავი ტიტულის მომგები მაგრამ ყველაზე მეტად სადაც შემეცოდა ეს იყო ნახევარფინალში შილტონი დარტყმულ პენალტებზე რო ხდებოდა მე იმ ხარეს საითაც დაარტყეს თუ გახსოვს გერმანიასთან არ იყო ახლა ეგრე რამდენი წლის იყო არა ნუ ახლა ჩემი ხნის იყო ის არ დაიყვანეს ეგ მეორე საკითხია ხო მაგრამ რო დაარტყავდე და გავიგებდე და მე გადახდებოდა იქით ხარე არა მე გაგახსენებ რომ ინგლისის ნაკრები ხდებოდა ისინი ურტყოდნენ მაგრამ იმიტომ რომ მე სიმენი ყავდათ მაგ დღეში და უწოდეს თვალებიანი ხორცის ნაჭერი. მე კარის ხა ამაზე საშინელი რა უნდა დაგარქო, რომ იმან რონალდინიო გაუტანა იმიდან, რა ქვია. ცენტრიდან გადაუყო. მაგას არ გაუკვირდებოდა, იმიტომ რომ ნაიმმა გაუტანა მაროკოდან. ხო, მაროკოდან გაუტანა. და არქეს ესე. ის იყო საინტერესო, ენდრიქსონა დაერტყა თურმე. ხო, და შევხედებოდა ნერვიულობა და ვერ ვიდი. ო აი პროცესში ხედა ხუთეულიო რო თქვა ანჩელოტი ხო ამაზე უარასაც არ ამგონია ჰენდრიქს ახლა რა ასარო სახე ქონოდა ახლა და ის და ეს ყველა შემთხვევაში გაუშვებდა როგორც ჩანს ხო სადაც ულენერვიულობდნენ თუ არა ძალიან კარგი მადრიდული დერბი გამოგვიდა რასაც ვერ ვიტყვით გერმანულ დაპირისპირებაზე იმიტომ რომ ესე იგი მეც ველოდი აგინეს გალანძრეს ეს კომპანია ყველა შემატკივრმა ბაიერნის ვისაც მე ვიცი აქეს ჩაბი და ეს ჩაბი როდის მოვა მე თვითონ გავიძახი ამას მოდი მადრიდში და რაღაცა ეს ანჩელოტი ისე იქაა და ჩაბი ალონსოს 5-0 მოუგო ამან კომპანიის კვარტა იყვანდი რეალში არა კომპანია ხა ამანებე თავი რა კომპანია ესე ზანაც არ მოწამეს რატო დგას იმ კაცის წასვლაზე ასე იგებს ყველაფერს და კომპანია კი არა ანჩელოტი ხო რა ვიცი არა ნუ ანჩელოტი სხვა რაღაცის გამოიქა არა ბარსელონასთან ეს
9-3-ზე ლაპარაკი 2 მატჩია 9-3-ზე რა, მეტი არაფერი. გავიგე ეს თეთრი ბალეტი და ხა რა არა, თეთრი ხანია ეს თეთრი ბალეტი აღარ გვინახავს და ხა არა, თეთრი ბალეტზე კი არა და ხომ არა ხა 5-2 და 4-1 არ უნდა გაუხარდეს ხა გულშემატკივარს, ხო? ჩემპიონი თუ გახდა და ლიგა თუ მოიგო ხა ბოლო-ბოლო ჯობია რომ წააგონის თამაში. უმთავრეს კონკურენტთან. ხო, ესმის, არა. 4-1 და თან წინა იმასთვის თავის სწორად, ისე კარგად ეთამაშენ ხა იმასთვის თავის სწორად რა იმ მოგებას იმათთან ის პირაჩეურად წყობად იღებენ მე ხე გეტყვით რაღაცას რა აი ჯერს ის ნახოთ ერთ მაგალითს გეტყვი კიდე რომელიც მე მგონი მიგახდეს მე რას ლაპარაკობ რა ლევერკუზენი არაგებდა ლევერკუზენის ბოლო წუთები დაერქვა მათი დრო ყველაფერი ძალიან ბევრი ტექნიკური კარგი მოთამაშე ჩავი წინვალი სპეციალისტი მაგრამ კლასი ვაიერს მეტი აქვს ხა და აი კლასით მოუგო ხა წყნარა და ამდენს მოგიგებს კლასი და ფეხბურთელების ხარისხის ეხლა კეინი მე მგონი ფორვარდებში ხა დღესდღეობით ყველაზე ეს თამაში ისე აუწყო გემრიელად შეუსრულო ვაიერნია ხალხმა და ის არის აფთიაქის გუნდი ხა და მოუგო ხა ნუ ფარმაცევტები ნუ რამდენი ხო აფთიაქა ну შარშან გახდნენ ჩემპიონები ასე წაუგებლად. წელსაც ეხა ჯობდა პირველი თამაში იყო არ გადასულა ეს ბაიერნი იმაზე რა ქვია ბუნდესლიგის კი ბუნდესლიგის მატჩი. ხო იყო ეხა ეგეც ხო? ერთი პლუსიც აქვს კონსერვატიული მიდგომა აქვს ეგრევე არიციან ხოლმე ის რა ქვია მწვრთნელების გაგდება რაღაც აძლევენ დროს და ეხა ნახე რას გეუბნები იცი აი რას გულისხმობ მე რატო არიან ესე ვთქვათ გულშემატკივრების იმას გაღიზიანების იმას გეუბნები რა ქვია ხარის იმაში ზოგადად სამხრეთ ამერიკულ და ლათინურ ტემპერამენტის მქონე ქვეყნებში ესია მთავარი მატჩი არის უშუალო იმასთან რა კონკურენტთან რა აი ეს უშუალო კონკურენტის თამაში შეიძლება ერჩივნოთ ყველაფერს საერთოდ იმის რა ქვია ამასთანავე უყურებდი ინტერვიუ იყო ბრინდისისთან რომელიც სავის დროზე არგენტინის ნაკრების კაპიტანი იყო იმაში რა ქვია 74-ში ბრაზილიას გაუტანა არანორმალური ჯარი მაგრამ ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო ზოგადად და ყვება იმითი რომ ურაკანის თავის აი იმ გუნდის რომლის ლეგენდაც არის უცხოელად დამნიშნესო რა და სან ლორენსო არის მაგათი მთავარი გამაღიზიანებელი და 3-0 მოუგო რომელმა სან ლორენსო ამან მოუგო და ნუ დამთავრდა ესე იგი ზურგზე შემისვეს გამიყვანეს და მატარებენ ის რა იმის მერეო ერთი წელი ყველაფერი წავაგეთ. აი რაც კი ანუ ვინც არ მოვიდა სათამაშოდ, ყველაფერი ხელს არ მახლებდნენ. ამას თავი დაანებეთ, ამან ეს არის სან ლორენსო მოგვიდა. ნუ ერთ წელიწადი არის, ორი ჩემპიონატია იმაში, რა ქვია, წელს მანძილზე და 24 გუნდი მონაწილეობს და ვინადება. ხო, უმაღლესი მათემატიკის სპეციალისტები ითვლიან და ვერ ხვდებიან. კი, ხო და მოუწია შეიძლება ხელოვნურმა ინტელექტმა და მოუწია, სხვა ჩვენ ძალიან კაი სისტემა ეგა. ხო, კი. მოუწია მეორე ჩემპიონატი. ისევ შეხვდა მის სან ლორენსოს. 13-0 მოიგო სან ლორენსო. უკვე თავის მოედანზე. ანუ გასახდენში არ შემიშოს. ანუ არათუ გესმის, ანუ იქ ეგ არის რა, რომ მოიგეს, ერთ წელიწადი შეგიძლია იყო მშვიდად. ანუ ეს არის პირველი კაცი, იმიტომ რომ მოუგო უშუალო კონკურენტს. ეხლა რა თქმა უნდა ურაკანისთვის იმასთან მოგება ვერ შევადარებ, ეხლა რეალი და ბარსელონა ამას 1000 სხვა გაცილებით უფრო მაღალი მიზანი აქვს ლა ლიგის მოგება და იმის რა ქვია, დაუშვათ ჩემპიონთა ლიგის და ბუნებრივია რომ ეს ყველაფერი თუ შეასრულა, ალბათ ისევ დარჩება თავის პოზიციას ვარ მოინდომა წასვლა, მაგრამ ხალხმა ახლა 9-3 შენი გუნდი რო აგებს ეხა მე ამას მადრიდის რეალის გულშემატკივრის პოზიციიდან ვლაპარაკობ რა მე ძალიან მიყვარს ანჩელოტი ძალიან 4 მაგის მოგებულ ფინალს ვარ არა 3 მაგის მოგებულ ფინალს ვარ დასწრებული და მადლობელი ვარ და ვიქნები ყოველთვის მაგრამ ეხა იცი რა ეხა იმასაც ნუ მომთხოვთ რომ ეხა 4-1 წააგეს 5-2 წააგეს ბარსელონასთან და ვიყო ბედნიერი რომ მე რა სამაგიორ ხეტაფეს მოუგებს და გახდება ჩემპიონი რა არ არის ეგრე რა უნდა მოუგოს ბარსელონას
ანუ ბარსელონასთან მოგებას გაცვლით ჩემპიონთა ლიგის 5-1 რომ მოუგოს ბარსელონას, შეიძლება ბევრ რაღაცაში გავცვალო რა. ლა ლიგაში თუ ჩემპიონთა ლიგაში თავი განსაზღვრელი. ორივეში თუ ლა ლიგაში მოურინიოს იმას რა ქვია, რომ მოუგო იმან 5-0. დიახ. მას მერე სახელს არ ახსენებენ მისას იმაში რა ქვია, მადრიდში. ხო. ეგრეა რა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიც არ მოუძახოს თავისთავად განსაკუთრებული და ეს მოუგო მერე ჩემპიონიც გახდა ყველაფერი, მაგრამ მაინც არ პატიებენ ეგეთ რაღაცას რა. სულად დაამახსოვრდათ. ხო, ახლა რა თქმა უნდა ლაპარაკი რა. კარგი, კიდევ ხო იყო შეხვედრა და კიდე იყო ერთი მატჩი და რომელშიც იცი რა, არა, ერთიც იყო და ხუთიც კიდე, მაგრამ მოდი ჩავთოთ და თან ისე ვილაპარაკოთ რა, რაზეც აქ ეხლა ალბათ მაინც არ ველოდით სიურპრიზებს. იქ ქონდა მოგებული ბარსას და თან იცი რა არის იმან რა ქვია, ანრიმ თქვა მე მგონი. იქ ქონდა მოგებულთან 10 კაცით. ხო. ხო, თავიდანვე. რაფინია ალბათ თავარი პრეტენდენტიაო იმაზე რა ქვია, უბრალოდ რაფინია თუ იამალი? არა, რაფინიაზე. რაფინიაზე, იმან გაიტანა 11 გოლი. იამალმა რა მაგარი გოლი გაიტანა? ო, იამალი არის საოცრება, მე ვამბობ, მე კი არ მithmos არა, ანრიმ რა თქვა მეთქი მოვყევი. ტიტული ჭირდება. დრიბლინგი გამოჩნდა, პასი გამოჩნდა ის რა. არა, ეს ბიჭი არის ფენომენი აბსოლუტური რა, ეს იამალი. ხო, აი ამ სისტემაში ხა ადრე თქვი და ხა კიდევ უფრო მეტი მატჩები დაგროვდა, ხო? ეს არ მომწონს, რომ გაუთავებლად ერთი და იგივე გუნდები იქ ხო 8-ს შეხვდა იმ 32-დან და რაღაცა უნდა გააკეთო, რომ თქვა ნახევარფინალამდე მაინც განთესვასავით აღარ შეხვდნენ იგივე გუნდებს. ძალიან ბევრი წვლილი მივიღეთ, რომლებმაც 4-ჯერ ითამაშეს თუ 3-ჯერ უკვე ერთმანეთთან, 3-ჯერ ხო და ამბავი აღარ არის ხა ეს თქვა საინტერესო. თან ერთი ქვეყნის გუნდებიც რაღაცა ესეთია. ხო, უფრო მეოთხედფინალიდან კიდე შეიძლება. ხო, ძალიან ადრე. აი, ამიტომ ის რაღაცა ვერსია, რასაც ვლაპარაკობდით, რომ ორ ნაწილად ორ გაყოფა ნაწილად 18 გუნდა. იმისი და მე იმ განთესვით სასვლა. შემდეგ ეტაპზე არ შეიძლებოდეს შენ 18 გუნდთან შეხვედრა და მორჩევა აცილებული. კი ბატონო. მე კიდე რა ვთქვა, წინასწარ დაგეგმო ახლა ამ კენჭისყრის. ხო, მაგრამ ეზარება, შეკრება, თუ რა შეიკრიბონ და კარო ისო კენჭი. ახლა წინასწარ ზოგიერთი გუნდი რაღაცა გზების არჩევ, რაღაცა. მეც არ მომწონს რომ იცი წინასწარ ფინალამდე იცი ვის ხვდები ახლა და ინტრიგა ხო დაგაგული. ჩოგურთი ხო არის ბადეროვიცი არა? აი მაგას ეგ არის რომ მე ვინ ამოვა იქ. კი ბატონო, რაღაცა ეს ინტრიგაც და წაიშალა. როცა ახლა ფინალამდე იცის ვინ ვისთან თამაშობს ფაქტიურად. მე მეც არ მომწონს ნამდვილად. თორე დანარჩენი ხა წინა პირველი ეტაპი ყველამ თქვით რომ კარგია. პირველი ეტაპი კარგია. ხაზები არის ახლა. პირველი ეტაპი უდაოდ კარგია. პირველი ეტაპი მოგვეწონა, მაგრამ თქვით რომ ბოლო ტურები არ მოგვეწონა, იმიტომ რომ შეუძლებელია ხა აკონტროლო 32 გუნდი ერთმანეთს და თითო გოლის მიხედვით რამდენი რაღაც იცვლება იქ და ამიტომ ეს 18-იანი რაც არის, რა ქვია, ზოზიკამ თუ თქვა ოჯგუფად გაიყოსო. კი ბატონო. აი ვიღეთ და ვეთანხმები და იმედი გვაქვს რომ იქაც ამას მოიწონებენ. აი წერნა რომ ლაპარაკობდით კონჩეტებებზე ახლა. ყველაზე იოლი საშუალება ამ ფეხბურთში გოლის გატანის სივრცეები ჩდება მაგ დროს ისრაფეზე თუ ახერხებ კონჩეტებს სულაზე. ეს კი არის გენიოსი მე მგონი, არა? ნუ ეხლა მაღალი დონის წვრთნელები სიტყვაზე ან ანჩელოტი რო ავიღოთ, ან ლუის ენრიკე ფლიკი რა თქმა უნდა, იმიტომაც არიან ესეთი წვრთნელები და იმიტომაც არიან შერჩეულები რა. იმიტომაც ესეთი მაღალი დონის გუნდები არიან და ესეთნაირად კომპლექტდებიან გუნდები, ესეთი შემსრულებლები ყავთ. აი ჩვენ ვილაპარაკეთ PSG-ზე, ვილაპარაკეთ ლივერპულზე, იგივე მადრიდის რეალზე ვთქვით, როგორია მისი შემტევი ხაზი. ბარსელონაშიც ნახეთ, რაფინია, ლევანდოვსკი
იამალი. ყველა შემოქმედი და ძალიან ძლიერი ფეხბურთელია ინდივიდუალურად და ძალიან ძნელია ამნაირი ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში. შუა ხაზის მოთამაშეები როგორები არიან ამ შემთხვევაში პედრი, დე იონგი და ოლმო. მე პესეჟეს შემთხვევაში ვიტინია და მენდეში და ფაბიან რუისი. ისეთი შუა ხაზი ყავთ, ისეთი შემტევი წინა ხაზის მოთამაშეები, რომ ესენი წინას არ არიან ორიენტირებულები შეტევით ფეხბურთზე და ეს არის ტენდენცია. ესეთები არიან ძლიერი გუნდები. გნებავთ მაღალ დონეზე მოთამაშე კლუბები ავიღოთ და გნებავთ მაღალ დონეზე მოთამაშე სანაკრებო გუნდები და აი ეს არის ტენდენცია ძირითადი, რაც თუ რამეს ახალს მოიფიქრებენ, არ ვიცი, მაგრამ ამას წინათ სადაც წავიკითხე კაპელო უკმაყოფილო იყო გვარდიოლათი რომ ყველა ეგრეთ ცდილობს ახლა თამაშისო მაგრამ თავის დაუნებურად გააფუჭა ხოდა ეხლა როგორ გინდა რა შენ იმიტომ რომ ბაძავდნენ ის კი კარგი იყო მაგრამ სხვები რომ ბაძავდნენ არ ვარგოდაო იმას ისეთი მოთამაშეები ყავდა რომ ით რასაც გინდა იმას ითამაშებდა რა თქმა უნდა მე ახლა სხვადასხვა ფედერაციებთან მაქვს კონტაქტი და ვიცი მათი თქვათ ესე ვთქვათ გრძელვადიანი გეგმები და მათ შორის ანუ გრძელვადიან გეგმებშიც რომ რეალური ვითარება ცნობილი არის და თქვათ გრძელვადიან პერსპექტივაში რა ჩანაფიქრი აქვს რა გეგმები აქვს და იმისთვის რომ მიაღწიო ახლა წარმოიდგინე რომ ნაკლებ განვითარებული ქვეყანა ხარ და რომელსაც გააქვს მიზნად დასახული რომ 10-15 წლის მერე ვთქვათ რაღაც წარმატებას მიაღწიო და უნდა დაიწყო ეხლა მშენებლობა ეგენი ეგრე აკეთებენ და თუ სხვისი არ გჯერავს ამათი მაინც რაღაცა გაითვალისწინე რა ეხლა იმისთვის რომ იქამდე მიხვიდე უნდა განსაზღვრო მათ შორის ეს ფილოსოფიაც რა სიტყვაზე ცენტრალური შუა ხაზის მოთამაშე პირლო უნდა იყოს თუ ვანბომელი რა პროფილი რო ავიღოთ თუ პირლოზე მედიხარ უფრო შემოქმედებით ესე ვთქვათ და აქტიურ ფეხბურთზე მედიხარ ვანბომელიც კარგია მაგრამ ის უფრო შეიძლება დაცვითი ხასიათის იყოს და ცოტა მზაკედან ეხლა იმისთვის რომ ესენი აკეთებენ ამ ანალიზს ანალიზი გვაჩვენებს რომ ეს გუნდები არიან წარმატებული რომელს ირჩევენ ეხლა ეგ არის უკვე პასუხი შენ კითხვაზე რა კოპი პეისტით გადმოტანა არ შეიძლება რა იმიტომ რომ ჩავიდა იმის ბრაზილიის თამაში ისლანდიას არ შეუძლია აი გეთახმები და ეს არის ანუ ისტორია გენეტიკასაც მენტალიტეტი ტრადიცია კულტურა ყველაფერი გასათვალისწინებელია მათ შორის სანაკრებო დონეზე საკლუბო დონეზე ახლა რამდენად შენ შეგიძლია რომ შეიძინო ესეთი ფეხბურთელები ლუის ენრიკე გიჟიკი არ იყო კვარცხელიას უდასდევდა და 75 მილიონი თუ რამდენი გადაიხადეს იმიტომ რომ უღირდა და ესე არის კარგი ფეხბურთელი ამით არის საინტერესო ჩვენ როგორ შეეწყო ხო ახლა იცი რა მე ხო ყველანი ეს თემ საქართველოს ამ ბიჭზე ვართ რაღაცნაირად ესე მე ორმაგათვარ იმიტომ რომ ჩემი მეგობარია მამამისი და ისე მიხარია რომ და ლოცულობ და მიხარია რომ ესეთი დიდი ეგროკი მოგიში თამსიტვაზე ესეთი მრავალმხრივი ეხლა როგორც გამოჩნდა აი ბოლო განსაკუთრებით ბოლო ორ თამაშს ავიღე ხო ძალიან კარგი გაზა ლაპარაკი იცი რა ეხლა ჯერსები გამიკვირდა ეკიპმა დაიწერა მე არ გადამოწმებ ეს არ გავუყურებ იმას წერს რა ქვია ნიშნებს იმიტომ რომ მე თვითონ რო უყურებ ხვდები კარგია თუ ცუდია და თუ მომწონს ამობინე რომ თუ არ მომწონს ნიშანი არ შეგისთვის საბჭოთა რა გაწეს ეხლა ვიღაცა სოფროკომი თუ რაღაცა სკორი თუ ის რა ქვია ვიღაცა ლაივ სკორი თუ რომელიღაცა სკორი აბსოლუტურად მნიშვნელობა არ აქვს მაგრამ ეკიპისგან ცოტა გამიკვირდა ეწერა რაღაცა დაბალი 10-დან 5 იმაშიო რა ქვია ამ ბოლო თამაში რატო გამიკვირდა ეკიპისგან იმიტომ რომ ეკიპი ახლა არის ბოლო თამაში ლივერპულთან მიზახია ეგ სიმეონემ რა თქვა ხელი აწიეთ ვინ დაინახა ეს ხო ზუსტად ეგ არის რა და იტალიაში პირიქით არის ხო ჯერესი რამდენად მწვავე იყო ამ თამაში ბოდიში ჩაჭრისთვის ორი საგოლე პასი და
დაცვაში როგორი თამაში ეს იყო სპალეთის ბევრად იცი როგორ გაქვს ეპასო ბევრად უკეთესი იყო ამ თამაში ვიდრე რომელშიც გახდა საუკეთესო კი მაგას მომობ ზუსტად მაგას მომობ კი ბატონო 900-ას დაუწერე ეხლა მე მაგას მივხვდი რა იტალიაში დაუწერეს 10-ია იმიტომ რომ 900-ას დაუწერეს მაშინ ვამბობდი რომ კი მაგრამ ეს არ არის მისი საუკეთესო მატჩი და აბა საუკეთესოს რო ითამაშებს ხო გაცდებიან და რა დაუწერე ამის მეტი ხოდა პასუხი ყველა ხუთი უგომა ჩამოვიდა არა შეიძლება ეს ასაკიანი არ ვიცი ეხლა ეს ხუთიანებს ჩვენ როგორ ლამბებალიაში იყო არა იმიტომ რომ ბოდოა ეხლა ბიჭმა გააკეთა 2 საგოლე პასი ის კარგად გამოიტანა გრაუნბერგს შეეყო ის ფეხი იქა გოლი და სახიფათო იყო თან ის აბა გოლი იყო გოლს გადარჩა და კიდე არ ჩანს ერთი მომენტი ხა ის იმიტომ რომ მომენტამდე არ მივიდა ერთი თუ გახსოვთ მე სანდრო რომ მიარტყა რა აი რომ მიარტყა ხო ეგა და იცი კიდე რა იყო დონორუმამ ერთ ეპიზოდში გამოიტანა ბურთი და ეს დაზღვევაზე იდგა კარში ხაზზე ანუ უზარმაზარი სამუშაო გაატარა ეგ არის ის სულილება რაც აი ჩვენ წინა აქ ჩემი ყოფნის დროს მაგაზე საუბრობდით სპალეტი იძახდა დასაწყისში რომ დაცვაში თამაში არ უვარგა და გუნდური მოთამაში არ არისო რა სწორედ ეს აჩვენა ეს არის მენტალური საკითხია რომ ამ ბიჭმა ეს პროგრესი განიცადა ესე არის თანამედროვე ფეხბურთში ვინ არ თამაშობს აბა შენ ერთი კაცის უპირატესობას მიცემ და დაღუპული ხარ რა თქმა უნდა ყველა მოთამაშე ყველა ეს იამალიც მათ შორის თუ სალახი თუ ნებისმიერი მონაწილეობას ღებულობენ დაცვით ღონისძიებებში და ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ისინი დამცველები არიან რა თქმა უნდა და ის მომენტიც აი რომ მიარტყა ის ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივი იყო იმიტომ რომ ამით აჩვენა მან რომ აი მე აქავარ რა მე აქავარ ჩვენ ერთად ვართ გუნდი ვართ და ჩვენ მოგებისთვის ვართ დღეს რა იოჰან კრუიფის სიტყვებია ჩვენი პირველი მცველი არის ცენტრ ფორვარდიო და პირველი შემტევი მეკარეო ხო ესე თქვა სხვადასხვა ეს ლაშემ გაამახვილა ამაზე ყურადღება წინა სამაჩოს გადაცემა როცა ქონდა რომ პრესკონფერენციაზე ეს წაიყვანა ამ წინა სამაჩო პრესკონფერენციაზე ერთი ფეხბურთელი ხო დაყავთ იქ არა და დაყავთ როგორც წესი დაყავთ ისეთი რა ქვია ხა იმ მომენტისთვის გამსაზღვრელი ტიპი ვინც არის ლიდერი ხო ხა სიმეონემ დეპოლი მოიყვანა იქა იმიტომ რომ ის ყავს რა ქვია ხო აი რაღაც ამან მოიყვანა კვარა და რა მინდა ისე თხოვ მინდა ბოლო თამაშიდან არა ამ თამაშს კი არ გულისხმობ საფრანგეთის ჩემპიონატიდან მისი შემოსვლის მერე რა პასები აკეთა იქ აი აქაც ეხა რა ხო და არა საოცარ ფორმაში სტრაფგამძლეობაში აი ჩემზე კარგად იცი რა მე გაიუსი არ მინდა ისე დასრულდეს გადაცემა რომ აი ეს კითხვა არ დაუსვა იმიტომ რომ რამე ჩამჭრელი არა რა ჩამჭრელი როგორ არის უბრალოდ ყველას გვაინტერესებს რომ თქვენი ჩამჭრელი ასე ადვილია გვარდიოლა დიდი მწვრთნელია და ისეთი ბარსელონა შექმნა რომელსაც აბსოლუტურად სამართლიანად აქვს პრეტენზია კაცობრიობის ისტორიაში საუკეთესო გუნდად განიხილებოდეს მაგრამ ეხლა რა პერიოდია ეს ამდენი თამაში წააგო ასე გავარდა ცოტა ნერვიულიც გახდა თითქოს დაკარგა თვითრწმენა ეს ოჯახური პრობლემაც რაღაცა ჩაერთო და რა ხდება აი რატო აიჭრა ასე და რატო აღარ თამაშობს გუნდი ისე დამაჯერებლად მოდი რა ესე ვთქვათ რა ესე გაგცემ მაკითხოზე პასუხს რომ მე მომწონს გვარდიოლას სტილი და ფილოსოფია საფეხბურთო რა ზოგადად თვითონ ეხა პიროვნულად არ ვიცნობ მაგრამ რასაც გარედან ვხედავ და ყველაფერი მათ შორის ვიცი მეთოდოლოგია როგორ არის შედგენილი და ეს ყველაფერი ახლოს არის რა ამას უჩიოდა სწორედ ის გაბელო რომ ყველა იძულებული გახდნენ კიძულებული თუ ყველამ დაიწყო მისი ესე ვთქვათ მიმდევრობა და კოპირება რა ესე ვთქვათ რა და გულშემატკივარი ვარ მისი სადაც არ უმუშავნია რა სადაც მუშაობს ყველა იმაზე და წარმატებასაც მიაღწია და ეხლა Manchester City-ს მე ვფიქრობ, ჩემი სუბიექტური აზრია, ესევ და ისევ რომ ყველა გუნდის ან ყველა მწვრთნელის პერიოდში დგება რაღაც პერიოდი, როდესაც ხდება ჩავარდნები რაღაც მიზეზის გამო რა, ზოგან ფეხბურთელები არიან ტრავმირებულები, ზოგან
ისე ვერ არიან ის ფეხბურთელები, როგორც საჭიროებია, მაგალითად, ეხლა იქნებ ხო არ უნდა წავიდეს უკვე შეიძლება უნდა წავიდეს ფსიქოლოგიური მომენტით შეიძლება იყოს და დაისვენოს და ისევ მოbrunდეს. მე არ ვიცი, ვერ გეტყვი რა, ამას თავისი კარგად ცოდნა ჭირდება ამ ყველაფრის გაანალიზებას, იმიტომ რომ ხედავ რომ ბევრი ფეხბურთელი წავიდა, მათ შორის იწერება რომ იქ ეს რა ქვია, დებრუინი უნდა წავიდეს, ის უნდა წავიდეს, არ ვიცი რა, რამდენად სასაკმა კაპელო ცალსახად წერს, რომ გარკვეული პერიოდის მერე უნდა მიატოვო, რაც გინდა წარმატებული. აი მაგალითად არიან დიდი მწვრთნელები და დიდი გუნდები, მაგრამ ერთმანეთთან ურთიერთობა ამოიწურება ხანდახან და სხვაგან რო წავა, მე თავიდან მე როგორც იბრაწერს თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში, ამას უყვარს ხუთოსნები. არა თამაშით კი არა, მარტო აი ჩავი პიონერებით უსმენდნენ რა, დაახლოებით ასე ლაპარაკობს. გვარდიოლას არ უყვარს გასახდელში ის მე ამბობ ტიპები. მე ახლა არ ვიცი იქ მანჩესტერის მე რა ხდება, მაგრამ აი დებრიუნი ის რა ქვია, კონფლიქტი ქონდა, ცოტა ისეთ პერიოდია ინფორმაცია აღარა ფეხბურთელების ხარისხითაც ახლა ვერავინ ვერ იტყვის თქვათ რომ როგორც მაშინდელი ბარსელონა იყო, ახლა მანჩესტერ სიტი ასე არა. ფეხბურთელების ხარისხიც არა ისეთი თქვათ. მე მეგობრებო სულ იმას ვამბობ. მეორე მხრივ ახლა უკვე აი ეს სეზონი რო გააჩერე ახლა წარმოვიდგინე სეზონი. გავიგე რომ კრიტიკული ვარ თქვათ ამის მე. წინა 4 სეზონი გასმოიგებული ყველაფერი არავის არა მაგაზე არ არის როგორ ერთ სეზონი აცალეთ ამ გვარდიოლას მე არა ვარ გვარდიოლას არც განსაკუთრებული ეს რა ქვია ფომაგი ბარსელონას იმით უმეტეს და რასაც მაგას სიცხლი გამიშრო ეს რა ქვია ხუჭუჭა ბიჭი ვიყავი და რასაც ხედავთ მაგის დამსახურებაა და ის რა ქვია მაგრამ ეხა მონახე ხო დამნაშაო მესი ხო იყო იქით მაგრამ გავიგე მესი იყო იმიტომაც ცოტა რაღაცა ეს ბოფერიანტი რა მაგრამ ეხა იცი რა 4 წელიწადი კაცი ამ პრემიერ ლიგის რომელზეც ლაპარაკობ არის ისა და წავიდესო და იმ კაპელო 19 გაუშვა და რახან შენ გიყვარს უნდა დარჩეს ამიტომ 60 იმაში მადრიდში იმას კაპელო კი არა ესა კაპელო 9 გუნდს ანჩელოტი არა კაპელოზე არ გარ ანჩელოტი კაპელო რაც მილანში იყო ეს ხო სუბიექტი ხო საოცრად სუბიექტურია ის არ უყვარს ბარსელონა გვარდიოლა ვითომ უყვარს შეფერ არ ძალიან მაგრამ თავიდეს აქედან მოაშორეს თამაშის სტილი არ მომწონს 4 წელი კაცმა ყველაფერი მოიგო და გაიგო აღარ მოვიდა დრო რომ წავიდეს იმან წააგო ყველა თამაში სადაც ნახა ბარსელონამ 5-1 მოუგო 4-1 9-2 შვილი წვრთნის დედა და ეს არაფია ვისი და მაგის ანჩელოტის ეხლა იმან რაფია საჯმა ესკნა რაფია პენალი წაართვა არ შეიძლება რომ სადმე არა რასერჩით იმას ხომ მოუგო ხეთაფე ლიგა მოიგო კაცმარა ხან რა გავაკეთოთ მოიგო 25 ჯერ ისე სხვათა შორის მე არც სიტის გულშემატკივარი ვარ და არც გვარდიოლასი მაგ პრინციპით უნდა მერჩივნოს რომ სულ იქ იყოს და წააგოს მაგრამ ვიცახი რომ გვარდიოლა იმიტომ რომ მე მისი სათამაშო სტილი არ მომწონს მე ხა ბრაზილიის ნაკრების გულშემატკივარიც არასდროს არ ვარ მაგრამ 5 გზის მსოფლიო ჩემპიონი რო ხო არ ვარყოფ და ის თავის ტექნიკური და რაღაც მიმზიდველი სტილი ფეხბურთში და არსებობდეს და მომწონს და გვარდიოლას ნაირწული უნდა იყოს მაგრამ მე გამიხარდება სხვა მწვრთნელი სიმეონე თუ დაიჭერს და მოუგებს მაგრამ გვარდიოლა რო იყოს ისეთი გვარდიოლა ხო არ ჯობია რომ სადმე სხვა გუნდში წავიდეს თქო ეს ერთი რამე მინდა ერთი სეზონიაც რაღაც არის თუმცა 20 იყოს 25 იყოს თუ ის მომენტი ხო არა თავის დროზე კასპაროვს შეეკითხენ რა კარპოვზე მეტად რატო გიჭერდნენ მხარს მობეზრდაო ხალხს კარპოვი ხო დიდხანს იყო შეიძლება ეს და მეორე მომენტი შეიძლება იყოს რომ გვარდიოლას თქვათ ჩემი თქვენ გადასახედიდან კი არ თხოვს ეს ხალხი თავის გადასახედიდან თხოვს გვარდიოლას გადასო უნდათ რომ სულ მოგებული იყოს და აბსოლუტურად მართალია რომ რაღაცა უნდა რა ქვია ასე არ წავიდა მე მაგალითად გვარდიოლას მიმართ კითხები მაგ მათ შორის ალვარესთან დაკავშირებით ეხლა ამის ესეთი მეორე ფორვარდის გაშვება გუნდიდან თან რაღაც ცოტა არაცანმიმდევრული მგონია იმიტომ რომ თვითონ ამბობდა ლიფტთან ხვდები მურზაბაევი თუ ვიღაცა რატო იყიდაო არა მაგას ვამბობ კაცო ვამბობ უსანოვი ძველია უსანოვი ძველია ხო არა მაგ ვამბობ კაცო მაგასაც ეხაც ვამბობ
ამბობდა რომ რა ქვია ფოდენისნაირი ფეხბურთელი არ მინახავსო და მე არ ათამაშა ნახევარი სეზონი. როგორც კი თქვა ეს მეორე თამაშიდან აღარ სწამდა. გრილიში გაალოთა. ის გრილიშს დააკარგია ის პეწი რაც ჰქონდა და ჰოლანდს მირჩევნიაო ალვარესო თქვა და მეორე დღეს გავიდა. და ძვირად რო გაეყიდა იმიტომ. ხო და არა ბიჭო, იცი რას გეუბნები? რაღაცეები, რაღაც მომენტები რაღაც კითხვის ნიშნები მაქვს. მათ შორის იგივე არის ახლა ხშირად მოყავს მისი ისინი თუ კითხულობ ხოლმე მასში მყავს რა ქვია მაგის ტვიტერზე ვარდებ და რაღაცებს ვწერს. იქაც თქვა რომ იცი რა ადრეო კითხვის ნიშნები არ იყო ამასთან დაკავშირებით. თქვა გაუშვებდა აგუეროს რომელიც იყო იმ დროისათვის ყველა დროის საუკეთესო სნაიპერი იმისი რა ქვია სიტის, მაგრამ ვიღაცა მოიყვანა და არ აგზნობინა მაყურებელს და გულშემატკივარს თქვა მისი წასვლა და ეხლაო გაუშვა თქვა ალვარესი და მახრეზიო და იმის გამო რომ ვეღარ მოიყვანა სათანადო შემსწრეები ცოტა თავის ხიბლში ხო არ ჩავარდაო. აი რას ეს არის ალბათ რა. პლუს მილიარდი დახარჯვა. ეხლა დე ბრუინი, ბერნარდო სილვა, გრილიში ვერ არის ისე მე მაგალითად ფიქრობდით რომ კვარაცხელია მაგას გრილიშზე გაცილებით მეტად გამოადგებოდა. ჩემ სუბიექტურალს ვიძახი ისევ რა. უკანა ხაზში ეს სტონზი ისე ვერ არის, ვოკერი გაუშვეს. უკანა ხაზში ცოტა ნელი ისახავს. ხუსანოვი არ ვიცი, არ მინახია, ჯერ არ ვიცი, მაგრამ ყველაზე დიდი ძალა დაკარგა ესე ვთქვათ რა. ფოდენზეც გეთანხმები ლევან, ნახეთ, მაგრამ ყველაზე დიდი ძალა როდრი დაკარგა. რა თქმა უნდა. გასაგებია. როდრი არის აი მის საფეხბურთო ფილოსოფიაში წამყვანი როლი უკავია როდრისნაირ ფეხბურთელს და მაგ გუნდში რა ჩემი აზრით ესევე დიდი დანაკლისი იყო როდრის რა რომელიც როგორც ბუსკეტსი მაგის ბარსელონაში თვითონ იცის მაგრამ აი ერთი ფეხბურთელი კონკრეტული გვარდიოლას ყავს ისეთი ვიზეც აშენებს ხერხემალია და ბაიერში ყავდა ლამი ხო შეიძლება პასუხის მაგ იყოს რა წვნელები ძალიან მნიშვნელოვან დიდ როლს თამაშობენ და გადამწყვეტ როლსაც შეიძლება ვთქვათ მაგრამ ფეხბურთელების გარეშე წვნელები არაფერი არ ვართ ფეხბურთელები არიან კარგი ფეხბურთელები არიან მთავარი რა მე ესე ვიტყოდი რა კი ბატონო მაგ მოდი ახლა ჩვენ ერთი გადავუხვიოთ ამ თემიდან გვაქვს აგერ ლიონი არ გვაქვს ახლა მაგას გადმოვდივართ და ამ იმის რა ქვია მოახლოებული სანაკრებო მატჩების ჭრილში დავიწყოთ ისევ ლაპარაკი და მიქაუტაზე მითამაშა გუშინ რაღაცა ფანტასტიკური მატჩი ხო და აი მოდი ვნახოთ მიქაუტაზე ჯერ დავიწყოთ მიქაუტაზე კალათბურთში ორმაგი დუბლია რა ფაქტიურად კალათბურთის ენაზე კარგია თან ეხლა აი ამ პერიოდში აი როგორი გოლია ამ პერიოდში რომ ესეთ ფორმაშია რა უნიშნელოვანი მატჩი გვაქვს ინდივიდუალურად შეასრულა მაღალ დონეზე კარგი. ლიონზე ხო ვიდა ჩვენიერი გუნდი ახლა პარიზელებს ახლა გავიგე ვერ შეედრებიან მაგრამ ამ ჩემპიონატში მაგარი შანსებია. ეს თავისი გოლები გაქვს და თავის სტილში. ხო. არა ის ახლა შევიდა თაიკა რა შეძრა მოატყო ორი კაცი შეაგდო. აქაც ამოვიდა ნაგერი მალმადოსთან მიიღო წკი იპოვა ეგერ აჰა იდეალური აქაც მეორე იყო შეფასებით. საუკეთესო კი არ მიცა ხუცური. ხო და რა არის? არ ჯერა ამისი არც კილომეტრაჟი ჯერა ამაში და აი ხა მე ორი ქიო გაიტანა ორი პასი გაიტანა. აი რა მე ითვალე ხა იმან ეს დაუძარა ამან ეს დაუძარა. ყველაზე ძალიან რაც არ ჯერა აი ქვევით რომ რაღაც გოლის შეფასება 1.87 იმას 0.46 და იმას აქვს 4-0 მოგებული ამ დროს მეორეს და ვერაფრით ვერ ხვდები მაგას რა ვინ ადგენს და რა სეზონში აქვს 12 გოლი და 6 პასი. მე რა გაკეთე. აი ჩვენ ახლა გაშიფრული გახდა რაღაცა და ტრაფარეტული ეს კვლელის ინსტინქტიო რო ამბობენ რა ზუსტად ეგეთ ფეხები აქვს რა მართლა კვლელის ინსტინქტი რასაც ქვია როგონია რო არაფრით როგონია რო აი ასაღები ბურთია რაღაცა გადის გოლი რა ეგეთ კაცია ეგ ზუსტად და არ შეინვილი არ აღნიშნო ბუდუმ გაიტანა სადებიუტო გოლი ხელსაყრელ ამბობს ერთად და მარჯვენა
ეს მიხვდა 17 ნომერი გოლი რა იყო. ძალიან მაგარი გოლი. კარგად ხედავდა. გაიტანა კიტეიშვილმა. კიტეიშვილმა გაიტანა თავისი გოლი. ანუ კარხაშიაძე მოდიან ბიჭები. თან იმაში გრაცის ზერბიში შეაგდო. თან თავით, ხო? ხო. და ლიდერია უკვე რა. ახლა საუკეთესო ფეხბურთელი იყო, იმისი რა ქვია. ლიგის შანშანდელი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი. გაიტანა ქოჩორაშოვმა. აი ყოჩაღ რა. ხო, აი თანამედროვე პროფესიონალი გაიოს. იო შუშაკმა თავის დროზე ბიძინა ბოდიში ბობანი რო გადავიდა მილანშიო, ხო, ქონდა თურთი ახალგაზრდული ნაკრებიდან ბობანი იოსთან იყო, ხო და მე დიჩიც ხო იყო ასისტენტად და მილანში თავისი ხელფასითო წაიყვანაო ფიზმომზადების წელი, ფსიქოლოგი და აი დიეტოლოგი თუ ვიღაცა და ვარჯიშებზე მოითხოვა უფლება ესწრებოდნენ და მის კონკურენტებთან შედარებით რაში უნდა მოემატებინა ბობანს რო ძირითადში მოხვედრო და ისინი ეხმარებოდნენ, რჩევებს აძლევდნენ, თუ რამე ნახტომი ჭირდებოდა რამე ეს ფიზიომზადება და თვითონ ინახავდა მათ მილანში ცხოვრებას, ხო და მერე რაც ქნა და დაიმკვიდრა ადგილი და ფეხბურთიდან ცოტა გვერდზია, მაგრამ ჯოკოვის მაგალითი უნდა ვთქვა რა, თავიდან რო უჭირდა ხორვატი შეხვდა ვიღაცა კორძე, რომელმაც უთხრა რომ შენი პრობლემა არის გლუტეინიანი საჭმელი. დაიქირავა, დიეტოლოგი შეადგინა და აი უკაცრავად ის ქონია თორმე კორძე ღებინები ყველაფერი რაც სუდი რაღაცები ემართებოდა, არასტაბილური იყო და ამის მერე რო დალაგდა მაგის ორგანიზმი, მერე გახდა ვინც გახდა. იგივე მესი უმაგისოდ ახდება. ის რო ქონდა ხოლმე ხან ჩუპაჩუპსი და ხან რაღაცა იმაშის პერიოდი გიხსოვებათ რა. ბავში იყო მაშინ. ამის გარეშე არაფერი, იმიტომ რომ 10-12 კილომეტრს რო დარბიან და თან ასეთ ინტენსიურობით ეგ არის, რა თქმა უნდა, თანამედროვე ამის გარეშე უკვე აღარაფერი აღარ მოდის. მაგის მაგალითია გედა მასტერი. გაიტანა გოლი და პასი გააკეთა წიტაიშვილმა. მოგაში. კარგი, მე მყავს ახლა ჩემი ახალი ეს რა ქვია ფავორიტი. აღმოჩენა. კი, გიორგი გულიაშვილი, რომელმაც გაიტანა ბოსნიის თასზე და მოაგებია თავის გუნდს სარაევოს. სხვათა შორის თენგიზ პაჭკორია ესაუბრა მას და თუ ვარჯიში არ დაემთხევა, ხელბურთელთა თამაშს დავესწრებიო, რომელიც 16-ში იქნება ბოსნიაში. ხო, ხელბურთელს და მიულოცო ჩვენ გუშინდელი გამარჯვება ბოსნიასთან. ყველა თამაშში გოლი გააკეთებს რა. მე მგონი ცოტა მეც იმსახურებს, ცოტა მეტ ნდობას. კი ბატონო. ხო, ბოსნიასაც ბევრი ფეხბურთელი იყენებს ტრამპლინად, ანუ სხვა უფრო კარგ ქვეყანაში გადასასვლელად. არა, იცია, ამდენი გოლის გატარება. ყველა თამაში რო გოლი გააკეთა, ეს ხო არის არ არის, რა ქვია, არ არის მაჩვენებელი ხა? ხო, ნუ მაგას ვიძახი და გადაცემა არ გადის რომ გოლი არ აჩვენებს. ბალკანეთიდან ანუ ყოფილი იუგოსლავია ადვილად გადადიან სერიაში, იქ მენეჯერები არიან, მაგის სპეციალისტები. ნამდვილად. სამს ვაგვირდებოდი ეროვნულ ჩემპიონატში, აი ბუდუს სამტრედიაში რო თამაშობდა ის გულიაშვილს და ირაკლის იხარულიძე ახლა კიდე რა საჯარიმოს ფორვარდები კენახ ეხა ვნახოთ ჩვენ ასე უზბეკეთში გაიტანა ლობჯანიძე ჯიღაური და ლობჯანიძე ერთად არიან და ყიზილყომმა მოიგო 2-0 და გოლი ამანაც შეაგდო ამასაც ნათამაშები აქვს ნაკრებში და ამრა დაგვაუწეს რომ არჩევანი გვაქვს. ორივეს, რა თქმა უნდა. არა, ნუ ამ შემთხვევაში ამას მეთქი გოლიდან გამომდინარე თქვი. შენ გაგიხარდება ლევან? აბა გამოხარე. ზარიამ შეასრულა დუბლი. დაკრებში გამოიძახეს. იმიტომ რომ ზარია იყო იმ ჩემი თაობის დინამოს ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი და სულ გული მწყდება რომ არ მინდოდა ეს ფეხბურთელი დაკარგულიყო. კაირატში გააქვს ახლა გოლები და ერთ-ერთი გამორჩეული ტექნიკური ბიჭი იყო ბავშვობიდანვე და აი თქვა ჩაკვეტაძე როგორ გაიხსნა კიტე მერე უფრო კვარაცხელია ისინი და აი მაკლია რომ ზარია არ არის მათ გვერდით რა.
ორი გოლი გაიტანა საირატი ორდაბასის შეხვედრაში. ნახე, მეორე გოლია. არა, მეორე წუთია მანდ. Gol yakıyor görmeli ya. Қорғаушыларға тағылар көп бұл жерде ордабасының. Өткен ойындардан негізінен осы ордабасының қорғаныс шебінде Ak verip penalti გაიტანა კიდე ხო? ვარცხნილობით რონალდინიოსგან კიტასულა და თამაშითაც თუ გონა მე აქ პატარა რიკოშეტი დაეხმარა, მაგრამ ძალიან ლამაზი გოლი გამოდის. შორიდან გოლები მას გაქონდა დინამოშიც ხშირად. ანუ ეს შემთხვევითობას ვერ დავარქვა. ამ პენალებსაც რო უყურებ, ესე იგი გუნდში კაი მდგომარეობა აქვს რა. კი, აბა, არტყმევიებენ პენალტს ხო? მუსელიანმა გაიტანა, აი კიდე ერთი ფეხბურთელი, რომელსაც ვაკვირდებით და რომელსაც რომელიც პირველად არ ხვდება ჩვენ გადაცემაში. თლაც საუკეთესო გუნდშია ვერ ვიტყვი. კვიპროსზეა. და მისი გუნდი ბევრ ამას ვერ იგებს, მაგრამ ქვილთაიას გუნდს ხვდებოდა არის წააგეს პარალიმნიში გამოდის ეს და წინა ტურში შეავიდა ახაც გაიტანა. გაიტანა და პასი გააკეთა ირაკლი ეგოიანმა, რომელიც თამაშობს ახალგაზრდულ ნაკრებშიც და თამაშობს აქ ვიტესში. სადაც მოუხშირა. კი, 3-3 ითამაშეს. ენთხოვენთან, როგორც არა პსს. ხო. გოლებრი ენთხოვენთან. ეს არ არის იმის ფარმ კლუბი. კი, არ კავშირი არ აქვს იმას. ეს თავური გაიტანა და კიდე გოლს პლუს პასი ჰქონდა. აი აგერ ხوار არის ეს. komt daar als winnaar uit. En Huisman mag door namens Vitesse. Jegoyan. Goeie bal naar de buitenkant gespeeld. Terecht moet met een voorzet komen. Ja, dat is აი wel. თავური მაგის. Zet Vitesse op. 3-3 დამთავრდა ეს შეხვედრა. Prima assist van Mats Egbrink. Irakli Jegoyan, dat is zijn 6e doelpunt van het seizoen. აი პასია. Jegoyan zet het zelf op. არა ეს ისე გოლია. Bereikt Egbrink. პასია მაგაზე ხო. Jegoyan is doorgelopen. Zeedorf is hem kwijt. En Vitesse staat op 1-0. Verbinnen heeft een contract voor nog een jaar. ესეც ახლა მოახლოვდა სლოვაკეთის ჩემპიონატი, სლოვაკეთში გასამართი ჩემპიონატი და მე მგონი იქ აუცილებლად უნდა წაიყვანონ. ჰერტას მეორე გუნდში გაიტანა ჩვენი მეგობრის შალო ბაიძის შვილიშვილმა. 7-1 მოუგეს მათ ალენბერგს და შაკომაც გაიტანა. შოკო კი ბატონო. Mit Drang zum Tor und den Ball im Tor. ესეც კანდიდატი კიდევ ერთი 5-0 durch den georgischen ახალგაზრდული ნაკრების ნათამაშებიც აქვს გასაკობრივ ნაკრებში. მოკლედ არჩევანი გინდა პირველ ნაკრებს, გინდა ასაკობრივებს გაგვიჩნდა რა და ეს არ შეიძლება არ გვახარებდეს. კიტეიშვილის გოლი ნახეთ, კიტეიშვილი იქნება კაპიტანი, როგორც გაირკვა კაშიას არყოფნაში, სომხეთთან პირველ შეხვედრაში ერევანში და კიდე გვაქვს ჩვენ დინამოს კაპიტანი იყო, შტურმის კაპიტანია და ნაკრებში. ხო, რა თქმა უნდა. და გვაქვს კიდე ერთი პატარა ინტერვიუ. კოტე რაღაცის თქმა გინდა. აი, გასართელის გავრცელებული კადრი როა კიდე, როჩხობს, ხო, ეგეთ. ხო. ოტო მამაგეიშვილთან ჩაგვიწერა ინტერვიუ, რომელიც სრულ ვერსიას ჩვენს სოციალურ ვერდებზე გაეცნობა მაყურებელი და ჩვენ ახლა შემოგთავაზეთ ესეთ მოკლე ვერსიას ოტო მამაგეიშვილთან ინტერვიუსი, რომელიც ამინა შაიშმელაშვილმა მოგვაწოდა. კიდე ორი ინტერვიუ ჩაწერა, მე ორივეს ვერ მოვასწრებდი დავანდელ გადაცემაში, მეორეს შემდეგ გადაცემაში მოგასმენინებთ და თან სამსაჯო მომენტები და სამსაჯო მომენტებზეც გადავიდეთ მერე. მოგესალმებით. რო ვისაუბროთ უფრო ტრანსფერის შესახებ, სხვათა შორის არ ვჩქარობდი ზამთარში წასვლას,
რადგან გუნდში ისეთი პირობები იყო, ვერ გადავიდით ჩემპიონთა ლიგისთვის, მქონდა ყველანაირი წინაპირობა შექმნილი და მზადება, რომ კიდევ ერთხელ გამხდარიყავით ჩემპიონები და ძალიან წარმატებულად ასპარეზობენ ჩემს გარეშეც იბერია. და წარმატებებს უსურვებთ აქედან. სხვა შორის მქონდა თურქეთიდან, მქონდა ბევრი სხვა ქვეყნიდან შედარებით უფრო მაღალი ხელფასით, მაგრამ არ დაინტერესებული ვარ, რადგან ევროპის ჩემპიონატი მოდის და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემი თავის განვითარება, სადაც ყველაზე მეტად შემიძლებოდა, იქ წავსულიყავ. აი წინა ევროპას რო შევეხო, პირველ როდესაც ვითამაშეთ, კი გასაგებია, რომ არ მოგვიპოვებია საგზური და რადგან საქართველოში ჩატარდა, ამიტომ ვიასპარეზეთ, მაგრამ ეს ყველაფერი იყო ჩვენთვის ძალიან წარმატებული. ამ წარმატებას მერე მიეწყო ეროვნული ნაკრების წარმატება, მერე შემდეგ მიეწყო ასაკობრივების და შემდეგ ის რომ კიდევ მოვახერხეთ ჩვენ ევროპაზე გასვლა. ალბათ ეს 3 წელი საფეხბურთო სანაკრებო დონეზე ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო გამოდგა საქართველოში. ალბათ ეს არის ის ყველაზე კარგი პერიოდი, რაც შეიძლება რომ მქონდა და იმედი მაქვს რომ აუცილებლად გაგრძელდება. რადგან ჩავარდნა არ მქონია, ესე ვფიქრობ. დიდი მომავალი გვაქვს და სწორედ აღნიშნე, რომ ჩვენი ყველაზე ესე რომ ვთქვათ პლუსი არის ჩვენი ერთიანობა. პირველ რიგში დაუფასებლობა, რა თქმა უნდა, არ დაგვემართება, რადგან ძალიან პროფესიონალი ფეხბურთელები ყავს და მათ საქმეს და ფეხბურთს ძალიან მაღალ დონეზე უყურებენ. დანარჩენი არ ვიცი ხა რომელ ქართველ ადამიანს უნდა კითხო, რომ სომხეთთან ჩვენ რას ვიღავთ. აუცილებლად მოვიგებთ, აუცილებლად გადავლახავთ ამ ბარიერს. წარმატებები უსურვოთ, სრულ ვერსიას როგორც გითხარით, შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სოციალურ გვერდებზე, პლატფორმებზე და ეხლა გადავიდეთ უკვე ვიცით სიტყვა. ბევრი არა გვაქვს. ბევრი არ გვაქვს, ხო, მაგრამ თავარი გვაქვს. ხარისხიანი. ბევრი საჩხუბარი. კარგი ბატონო, ატლეტიკო რეალი ცნობილი პენალტი ალვარესის, რომელზედაც ბევრი დაიწერა, ბევრი ვიდეო დაიდო. იყო თუ არა ორმაგი შეეხება, ანუ საერთოდ ორმაგი შეეხება რას ნიშნავს ზოგიერთი შემოდგევარი კითხვაც არის, ხო? ანუ არის ორმაგი შეეხება, დაუშვათ იყო მე ამოხდა, ხო? შეკითხვაც არის ეგეთი. ნუ ხო არ გაიგორო და დაარტყა, ეგ არის ორმაგი შეეხება. ხო, ეგ არის ორმაგი, ანუ ვინც სტანდარტულს ვინც ასრულებს, რომელი ფეხბურთელიც ძალიან გრძელ ნაბიჯს აკეთებს და ბურთთან ახლოს აი ბოლო ნაბიჯს და რაც უნდა ისეთი ისე ვერ მივხვდი. გახსოვთ ალბათ ბექემი რო თურქეთთან წაიქცა და ზევით რო დაარტყა. ნუ ბურთთან ეხა ძალიან ახლოს. ძალიან ახლოს დებს ფეხს რა. ძალიან შორსაც შეიძლება მაღლა დაარტყა. ნუ ეს სასიშვებაც არის. ნუ ბოლო ნაბიჯი ცოტა უფრო მოკლე რო იყოს, ალბათ აჯობებს რა. დაუცდა ფეხი რა. ფეხი დაუცდა და მოირტყა იმ დაცდენილ ფეხში ბურთი. ეხა ამაში დარწმუნებული არავინ არ არის სიმართლე. არც მე არ ვარ დარწმუნებული. პრეცედენტი პირველად არის არავის არ ახსოვს ფეხბურთში. ესეთი რაღაც. თუმცა წესების მიხედვით ეხა ხო არ ვარ დარწმუნებული იყო თუ არა, მაგრამ წესი როგორ არის მეორეც ხო? ორი შეხება არის. ნუ ორი წესი ალბათობა დიახ. ხო, რა მე ის თქმა მინდა წესი, გავიგე რომ წესი ესეთია და ნუ წესი უნდა დაიცვა, რაც არის წესი, ეხა იმას უშავ ვერ შეცვლი. აქ არ ჩანს, ვერც ერთმა, რა ქვია, გამეორებამ ვერანაირად, ვერც აქეთა, ყველაფერი რასაც ლაპარაკობენ, მათ შორის შენს არის თეორიული. თუ აქ რამე შეიძლებოდა მომხდარიყო, მაშინ მოხდებოდა და არ მოხდებოდა, ეხა მტკიცებულება ვერც ერთმა იმა რა ქვია კამერამ აი ეს 100%-იანი ის ვერ დადო. კი. იმისი UEFA-ს განმარტებაში ხაჭე მარჩინაკმა გააკეთა თვითონ ისა. რომ ნახეო 99%-ით არის შეხება. 99%-ით შეხება არის? ასეთი დარწმუნებული მე არ ვარ. ხო. არა, თქვა 99% არ არის 100.
მეცაც გეტყვი, როცა დამნაშავე ხარ, ეხლა მსაჯი უნდა დამტკიცდეს, რომ დამნაშავე ხარ. შენ არ უნდა ამტკიცო. შენ კი არ უნდა ამტკიცო, არ შემხებიო, ხო. იმან უნდა დაგიმტკიცოს, რომ შენ ორჯერ შევექ. მაგრამ მე სხვა რამეს ვიტყვი რა. იცი რა სხვა ბობ ჩემი აზრით და ესეც მტკიცდება ალბათ იმითიც, რომ UEFA მე ხა თქვა, რომ ჩვენ ამას განვიხილავთ, რომ იმ შემთხვევაში თუ ბურთი არ მოძრაობს, ეხლა ნუ ამას ამ შეხებას რომ იმაზე დარტყმაზე არ ქონია გავლენა, ეს კიდე უფრო აშკარაა. იმასაც ვერ ხედავ, იყო თუ არა, გაიუარესა, ბევრად გაიუარესა. ანუ შევამოწმებთ, არა და ალბათ შევამოწმებთო და იმჟებ შესაძლებელია ესეთი ტიპის ესენი გავუქმდეს. ანუ გავუქმდეს რა ჩვენ მე რა ვთქვი. დარღვევად აღარ ჩაიჭირა. არა მე რა ვთქვი იმაში რა ქვია ამ მომენტის შემდეგ რაღაც პირველი აზრი აი ეს არსებობს წესი რომელიც დამტკიც ეხლა მივედით იქამდე რომ არ ვარ ანუ რა შემთხვევაში არ ვარ ანუ როცა ფეხბურთელს ყველა თანხმდებით რომ ფეხი აუწდა ხო ეს ხო ძალით არ გაუკეთებია ანუ ეს შემთხვევა არის მილიონში შეიძლება გავიდეს 10 წელი არ მოხდეს მაგრამ მოხდება ხო და ესეთი გადამწყვეტი აღმოჩნდა ამიტომ როცა ფეხბურთელს თავის და უნებურად ფეხი აუწდება და ეს პენალტი გაფუჭდება თავიდან დაარტყევინო იმას ზუსტად მაგასო თავიდან დაარტყევინო და არ იყოს ეს სასჯელი იმიტომ რომ შენ ფეხი აგიცნობი ამიტომ ზუსტად მაგასო ეგ მინდოდა მეკითხა გაიუზის პირველი აზრი მე რაც მომივიდა ამასთან დაკავშირებით იმ მომენტში მიუხედავად იმისა რომ მე რეალის გულშემატკივარი ვარ იყო რა რომ აი როცა ესეთი რო ფეხი დაუსა დაარტყა და აცდინა არავით არის კითხვის ნიშანი არ არის ორ მაგი ქონდა თუ სამ მაგი თუ რა ესა გაფუჭდა და ანუ მოვიდეს გაიგოროს და მორჩა მაგრამ თუ გავიდა ესეთი დარტყმა მაშინ და ეჭვია მაშინ ხო არის უფრო ლოგიკური რომ ეს თავიდან შეასრულებიო ისევე როგორც მაგალითად ვაკეთებთ როცა მეკარე იგერიებს ოღონდ წინ დაიძრა ხაზიდან დაიძრა მოიგე ეუბნები არა გენცვა ანუ გოლს უთვლი თავიდან ხო არ უთვლი გოლს არა თავიდან არტყმებიო მაშინ იმასაც რახან გამოხდა ეგ ზუსტად ეგ რა გამოდის იცი ეგ აი მაგის ანალოგია რო გააკეთო ჩემთვის მაგალითად ეს ისაა რომ ის მეკარე რო გამოვიდეს და მოიგერიოს თავიდან კი არ დაარტყმებიო ჩათვალო გოლი რახან იმან დაუშვა შეცდომა ხო, ну, ახლა შეხება სად იყო ეგეც სადაოა. იქნებოდა იცი როგორი უმტკივნეულო რამე, ну, ახლა არავინ არ იყო და არაფერს მაგაზე. აუსიალდა ფეხი. კი, ну, ახლა იმის არ იყოს, აი ხუჭას ფეხი თამაშ გარეში, რატო ისა. ესეთი წესი გვაქვს. ხო, აი ის აბსურდი ახლა. საფეხბურთო კუთხით ახლა კაცი ზურგი დგას კარებთან. ხუსრი ახლა აქ იმაში, რა ქვია, თამაშ გარემ მდგომარეობაში აქ შეყოფილი ხუსრი. მომენტზე ხო არ აბსოლუტურად არ გავგებიან სიტუაციაში არ იყო. ხო არა ხო გავლენას ხო არ ახცენს ახლა რა. ხო და ახლა მაგის გულისთვის იქ საჯები ლანძღონო რატო საჯებს ესეთი წესი უდევ წინ და ამათ თუ წესი არ მოგწონს არის ზემოთ ორგანოები ხო და ახლა ესეც ახლა როგორ არის საჯე ხო ბურთს ანუ მაგაზეს დავა მარცხენა ფეხით რომელსაც დგავს თავიდანვე თუ მარჯვენას მე მოიწқа მარცხენაში ანუ მარცხენა ყველა რატომღაც აქცევს ყურადღებას რომ მარცხენა ფეხს რო დგავს ბურთთან აი ბურთი არ მოძრაობს მაშინ გასაგებია იმიტომ რომ ის მარჯვენა ანუ ის რაც ამას ცუდად რო დგავს და უსრიალდება და მარჯვენა ფეხით რო არ ტყავს აი მაშინ მოიწqa მარცხენა ფეხში შემდეგ არის ანუ თითქმის დარტყმა დაიღურე აი შემდეგ აი თითქოს ერთდრო არა არის მინიმალური ამის დამტკიცება ერთადერთი შეიძლება როცა ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე გვახსოვს ახალი ტექნოლოგია ხელთან ბურთის შეხებასთან დაკავშირებით როცა იყო კარდიოგრამის გავსი ანუ სკალა იხაზებოდა ანუ თუ ბურთში იყო ჩიპები და თუ ბურთი შეეხებოდა ხელს იძლეოდა იმას რომ იხატებოდა რომ აქ იყო ნამდვილად შეხება ერთადერთი მასე ნუ არის ჩიპები ბურთში ჩიპი მასაგებია ხო სხვანაირად ამას ვერ დაამტკიც ხა მარცინიაკი იტყვის რომ შეხება იყო 100 კაცი იტყვის რომ არაფერი შეხება არ ყოფილა ხო ამას თვითონ რო კითხეს არ ვიციო თქვა ხო რა არ ვიცი ხო ჯერ თქვა მოხდა რომ მე თქვა არ ვიციო
შეიძლება არა მაშინ თავიდან კურტუა იცახის რომ მოხვდაო ჩემზე ზემოქმედა ქონდა იმიტომ სხვაგან წავიდოდაო ბურთიო და რაღაცა სხვაგან წავიდაო მოკლედ თავიდან რომ დაარტყევინო მე მგონი შეიცვალოს ეს ნუ ჩემი აზრით არის როცა ფეხბურთელს ფეხი აუცურდება და ეს განზრახ არ კეთებს რაღაც სრულ მოძრაობას რაც პენალტის დროს იჯება გასაგებია ხო მაშინ უნდა მიცეს საშუალება რომ მეორეჯერ ართხას შედეგს გოლი გავიდა თუნდაც ააცილოს ეხა ფეხი ამიცდა და ავაცილე ხო და შეცვალო და არტყევინო ნახლი რატო ეხა თუ ფეხი ამიცდა და ავაცილე თავიდან რატო და ფეხი ამიცდა რა პერის რომ კურტუამ გალანძღა ატლეტიკო კურტუამ და ეს ტირალები და საჯებზე ლაპარაკობენ და ეგ არის უნამოსო ეგ კაცად იქცა მაგუნჩი ხო ნუ რა არა ეხა არ მითხრათ ეხლა რომ იბეშიდან მოვიდა ეხლა კიდე ეგ არის უნამოსო სწორად გააგდო მე ბელგიის ნაკრებში და მანაკია კურტუა ჯერ დებრუინთანაც სხვანაირი ხო რაღაც ხა ჩვენ ძალიან იქი წავალთ კაი ბატონო კაი რა ბარსელონა ბენფიკა საინტერესო ეპიზოდი იყო ჩვენ სულ საუბრობთ ანუ მომენტს რომ აუქმებ და ყვითელ ბარას ტოვებ გახსოვს რო ვიძახდით რაღაცა ეპიზოდი ეხა აქ უყურე გადის გოლი ნუ არბიტრი ამას თulis მაგრამ ვარი ეუნება რომ უпростоრად ვარი ეუნება რომ ის არის ჯარიმა არა საჯი აფიქსებს თამაში ვარი ეუნება რომ გოლია ხო თუ თამაშგარეა არბიტრი ვრუნდება ჯარიმას რომელსაც ოტამენდი არ გვესწეს ცოტა ისე ჩახლართული ეპიზოდია რა თუ არა მაინც რომ იცეს რა მოხდება რომ ანუ ოტამენდის აიყო უხსნეს ოტამენდისა მიცა რომ რე გააუქმა ხვდები ხო იმიტომ რატო გააუქმა იცი იმიტომ მე უპირატესობა ვათამაშე შენ დაარღვიე წესი მე ვათამაშე უპირატესობა გავიდა გოლი ყვითელს ხო აღარ გაძლევ არა მაგრამ გოლი რო გამიუქმეს თამაშგარეს გამო მაშინ მე დავაბრუნე ის ჯარიმა რომელიც თამაშგარემდე იყო და იმ ჯარიმისთვის შენ ყვითელი გეკუთვნის შესაბამისად ის ჯარიმა თუ დავაბრუნე მე შენ მოგეცი ყვითელი მაგრამ მე მეძახის ვარი და მეუნება იცი რომ გოლი უნდა ჩათვალო თუ გოლი უნდა ჩავთვალო მაშინ ჯარიმასაც ვაუქმებ შესაბამისად თუ ჯარიმასაც ვაუქმებ ყვითელსაც პირველი შემთხვევა მე მგონი ყვითელი რომ აი ესეთ ეპიზოდში გაუქმებ ანუ სათამაშო ყვითელი ეს ხო არის განზრახ რაღაცა ისეთი უხეშო ყვითელი იყო და დატოვე რა რანაირად უნდა დატო უპირატესობას შეტევის ჩაშლაზე აძლევ ყვითელს და შეტევა ფაქტობრივად გოლი გადის და ჩაშლაშობაზე არ არის ხო შეხო დარღვევა გააკეთე გავიგე მაგრამ როგორი შეტევის ჩარა მომის გაშლილი ფეხით რო ჩაარტყა მოატეხო ფეხი გასაგებია არანაირი იქ ხო გადარჩები ვერანაირად არა მე მგონია აქ არის სათამაშო ეპიზოდი ოტამენდის აძლევდა ყვითელს იმიტომ რომ შეტევის ჩაშლის გამო მაგრამ შეტევა დასრულდა გოლით შესაბამისად ეს დანაშაულის ახლა არა გაქვს რა რანაირ შეტევის ჩაშლაზე რატომ მაძრო გოლი გავიდა კარგი მაშინ შეტევა ჩავშალე როცა არ გავიდა მაშინ ჩემ მოსაზრებას გეტყვი კაი არ მივცეთ ყვითელი შეტევა მიდიოდა ცენტრში ამან შეტევის ჩაშლის მიზნით არაუხეშობის მიზნით დაარღვია ხო რო გაჩერდეს ყვითელი ამან გავაგზელეთ შევიდა ის მოთამაშე და 10 წინან თამაშგარეში მოხვდა არ მეკარე მაუღო ხო აქ დააბრუნო და ამას ჯარიმა მიცი და ყვითელი აღარ არის სწორი ახლა გავაგზელე და იმან გააგზა აღარ უნდა მიცე ეგრეც არის ეს არის სხვათა შორის ეს კიდე ცალკე განმარტებით ზუსტად ესეთი ეპიზოდი დამატებულია ყვითლებში არბიტრებს ეუნებიან უხეშობას არ ეხება აი უკუნიდან ჩავარტყი და რა არა მე ეხება სათამაშო თუ აბრუნებდა მაშინ რაღაცზე აძლევდა თქო ყვითელს რასა ჯარიმას თუ აბრუნებდა მაშინ არ შეიძლება მაგ ჯარიმის დაბრუნება შენ თამაშგარეში მოყევი თუ რაში მოყევი რა ჩემი საკითხია არა არბიტრმა რა ქნა იცი მთელი შეტევა განვითარების მიხედვით დააბრუნა ანუ შენ ხო თამაშგარ ეს რაგბი არ არის ხეირზე რომ ათამაშებ რა ჯარიმა თუ არ მომწი მორჩა ახღვევენ ვარის პერიოდში და ამას რო აეცდინა ახლა მორჩენილია შეტევა დამთავრდა არა ეს რო აეცდინა ხო მაგრამ თუ ხო როგორ არის შენ თუ თამაშგარეს მიფიქსირებ მაშინ ბურთის შეტევა მიმართულებას იცვლის ხო აი ეს არის ხვდები განსხვავებას ანუ მე უტევ რა ქვია ჩემი ფეხბურთელი წინ მიდის იმას აკნეს რა ქვია შეტევა გამოცდილება ქონდა გაეჩერებინათ ამ დროს დაფიქსირდა ხო მაგრამ ჩემ წესების დარღვევაზე ხო არ არის დამოკიდებული ის თამაშგარეში იყო თუ არა
ჩემი ჯერ დაგვევა იყო და მე იყო თამაშგარე. ხო და მე დაბრუნდა ჯარიმაზე. დაბრუნდეს. ჩემი აზრი ესაა. მე პირიქით ძალიან მომეწონა ეს ეპიზოდი, ანუ თანმიმდევრულად გაყვა არბიტრი ლეტისია, მე მგონი. არა, რო გაუქმო სწორი, მაგრამ აი აქ არ უნდა მიეცა თქო მაგასთვის, არ უნდა დაებრუნებინა. ხო, ნუ ეს ჩათვალა რომ თუ თამაშგარე უნდა დაეფიქსირა თამაშგარე და პირიქით ჯარიმა იყო. კარგი, ლივერპული PSG. შემდეგი ეპიზოდი ავიღოთ. აქ რა. შობოსლაი რო პენალტს ითხოვდა და ზოგიერთმა რო ჩათვალა რომ პენალტი იყო. ეგ ეპიზოდია. არც ისე მარტივი სხვათა შორის. საჯარიმოში არის ეს კონტაქტი ფეხით, თუმცა არ არის რა. აი უყურე. არ არის ეს პენალტი რაღაცა. ჩემი აზრით, მაგალითად, ჩემი აზრით. ესეთი პენალტები დანიშნული გვინახავს. ვთქვათ ეს, მით უმეტეს ვარით, მაგრამ აი ჩაარტყა ხა ფეხი. აი მაგას მაქეთ მივდივართ 2 წუთი. ანუ ამ კონტაქტს აი შობოსლაის აქცევას დააკვირდით. არა ეს სიტუაცია არ გამოიწვევია. ამ კონტაქტი იყო თან უკნიდან, თან გასაგებია ფეხში, მაგრამ ხარისხი კონტაქტის არ იყო ისეთი, რომელმაც დაუშვათ ეს ფეხბურთელი წააქცია და თვითონ შობოსლაის ქმედებაც იყო ისეთი თეატრალური იყო. ხო, რომ აი იგზნო ფეხში ვიღაცა მომედო და აბა წავიდა პენალტზე და პენალტი არ ჭამარა. ხო, მოვიპოვოთ. და სხვათა შორის კიდევ კარგი რომ ვარიც ცოტა სწორად გაერკვა ამ სიტუაციას. კონტაქტი რო არის ფაქტია. ხო, აი ესეთ მომენტებში ყველაზე რთული ეგ არის ზუსტად რომ კონტაქტი როცა არის და არბიტრმა სწორად უნდა განსაზღვროს რომ აი ამ კონტაქტის გამო მოხდა ამის აქცევა თუ უბრალოდ ამ კონტაქტს იყენებს ფეხბურთელი რომ საჯი მოაწოდოს. როცა წააქცევდა ეს უფრო ხო გაქცევს 17 წესი ეგ მაშინ ცოტა უფრო კარგად უნდა იყოს განმარტებული, იმიტომ რომ რა შეასაქმე იცი იქ თუ წერია იქ თუ წერია რომ კონტაქტზე არის პენალტი, მაშინ არის პენალტი. მოგწონს ეს თუ არ მოგწონს იმის შემატკივრებს თუ ამას არა, უყურე, ამიტომ ჯობია მეთქი რომ წესში იყოს რაღაცა კიდე უფრო განმარტება ესეთი ჩაშალა ჯობია. არა, მე უკეთეს გეტყვი. ეს რომ სიამაყის გრძნობით რომ გვეუბნება სულ რომ აი მხოლოდ 17 წესი და რო იყოს ეს 37 რა ვერ დავიმახსოვრებ თუ რა მოხდება. დაამატო რა. არა, ხო ხტები რას გეუბნები? მე-12 წესია მარტო თუ წერია იქ რომ კონტაქტზე არის პენალტი, მაშინ პენალტია. არა, ესე არ წერია. ნებისმიერ კონტაქტზე პენალტი. მე რაშას იცი რა შეიძლება მაგაზე მე იცი ეს შობოსლაი ესე წაიქცა, ისე წაიქცა. უფრო ემოციურად სტაილიზი რა ქვია ოსკარი მიიღო მე თორეს რა ქვია ემი მაგიმაში რა ქვია წაქცევაში ეგ აბსოლუტურად არ ფშაში არის მაგიმასთან რა კონტაქტი თუ არის ის მე ახლა ესე ვიღაცა ესე ეცემა ვიღაცა ისე ეცემა რა საპირისპირო მხარეც არის ანუ ფეხბურთი ჩვენ თქვათ უკონტაქტო სპორტია ფეხბურთი ანუ შესაბამისად ამას ვერ ჩაწერე ახლა რომ ყველა კონტაქტი არის პენალტი მაშინ იქნება 20 პენალტი მოედნის ცენტრში ჯარიმას მიცემდი ამაზე? არა. ხო, პენალტი ხომ აიც ხო? ლაშა მერთხელ. მოედნის ცენტრში შობოსლაიც არ წაიქცა. და რა ქვია მე იმან იცოდა ის. არ ხო წაქცევის გამო ხო არ უნდა მიცია რა თუ არ არის ისეთი ხარისხის კონტაქტი არ აძლევ. აი როცა ნეიტრალური ბურთია ხოლმე საჯარიმოში თამაში და ორივე ცდილობს რომ პირველმა მიარტყას და აბსოლუტურად ერთდროულად ხო ვერ მიარტყავს და მეორე პატარაზე ფეხზე წაკრა რა ეხლა ის თუ მოტეხა და იმან რო ბურთის მიადო ჩაარტყა კი მაგრამ ხო არის აი რაღაც ხმალაობელი ბურთი იქით არის ხან იქ და პატარაზე რო შეეხებიან და რო დაწვევიან ჩემი პენალტი მაგაზეც არ უნდა ეგრე მაგ ლოგიკით აი თამაშგარე რო არის და ერთი პატარა ის რო არის ეგეც არის თამაშგარე ის უნდა უპირატესობა არის ჩეხეთთან ეს ხვირი რომ აკეთე ხვიჩამ პენალტი რო აიკიდა ანუ რო შეხედო იქ თითქოს არაფერი ბურთზე და ფეხი იმ დროს ჩადგა
იმან გარდაუვალი იყო განზრახვაებიდან კი არ იყო ხვიჩადან იყო ჭკუა იხმარა ჩადგა ფეხი მოხდა და ეგ სუფთა საფეხბურთო მომენტია რა ეგ მაგაშია რომ და არაერთგზის გაუკეთებია იმ დროს უდგავს იმ ტანს როდესაც უნდა წააქციოზა პენალტი მოგდებოდა ცოტა დაუტორმუზებდა ის გეჯახება ხო ხა რა ნუ დამეჯახება გაჭერების უფლება არ მithქონს კაცო მე სხვა მომენტი ხო და ეს ძალიან ისეთი ხა მაშინ ყველა კუთხურზე როცა ფეხბურთელები 7-7-ზე ერთმანეთთან პოზიციისთვის ბრძოლობენ ფიზიკურად. ხო, ეხლა რა უნდა, მაგრამ ნებისმიერ ჩაწოდებაზე პენალტს იპოვი. შეხებასაც, მოკაჩვასაც იპოვი, იმას იდაყვის მირტყმასაც, მაგრამ ეხლა მაშინ გადავალ თემაზე. ერთი პერიოდი ქაღალდის მაისტრების ადვილად რო იხეოდნენ შევაღება უნდათ რა. კი ბატონო. ამოწურეთ. ქაღალდის ქურთუკები გვაქვს შენ. კარგი, ძალიან დიდი მადლობა მაშინ აქ მომბრძანებელს სტუმრებს და დღეს ამე დავასრულოთ, ხო? კი ბატონო, დიდი მადლობა. იმედია რომ მაყურებლისთვის საინტერესო იყო ჩვენი საუბარი. მომავალ პარასკევს შევხვდებით ერთმანეთს. მადლობა დიდი. ნახოთ.